რა ის საიდან დაიწყე რომ გითხავენ რა და მე რო 6000 ლარით დავიწყე ამის მიღწევა იქიდან აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ხა იცი რა იყო პირველი შეფასება პიცა არ არის მაგრამ აია რა აცა რომ დავიწყეთ ვერ დავტოვე ის სამსახურში ასეთ იმიტომ რომ ბიზნესი ჭირდება დრო რომ სტაბილურ შემოსავლად იქცეს რამდენადაც უნდა იყო წარუმატებლობისთვის მზად მინიმუმ იმდენი თვე თუ მეტით არ უნდა იყო წარმატებისთვის მზად შენ თუ შენ საქმეში სრულად არ გადაეშვი ის ფაქტობრივად განწირულია კრახისთვის იქ რო ფინანსური სარგებელი არ ყოფილიყო ვერ დავტოვებდი სამსახურს რამდენი პროცენტი ფეილდება სტარტაპების ეხა ისე მსმენელო ალბათ ბევრი აი მომდენო კითხვა ეგ მქონდა რა ხო არ მაცდის ეს ადამიანი რა 10 პიცა რო გაგვეყიდა დღეში მაღაზიაში ლოცულობდით რომ ამ ადამიანის ხელფასი გადაგვეხადა და იჯარაზე ყოფნა და ფული ეს იყო ჩვენი მთავარი სანერვიულო რა გაფეილებული სტარტაპების უმრავლესობა ჩვენთან აბა ბიზნესა საკვები ობიექტების სტატისტიკაა წარმოები უმრავლესობა კრახიდან თორეზე და რატო გინდა გითხრა მიცია ის რომ პაცა საუკეთესო პიცა საქართველოში ანუ ბიზნეს თუ აკეთებ აუცილებლად უნდა იყო იმისთვის მზად რომ რაღაცა კონკრეტული დნმ-ი შეინარჩუნო აჰა ბურთი და მოედანი რა გაწუხებთ შრომის ბაზარზე დადგება დრო როცა გადახვალთ დამსაქმებლის პოზიციაში აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს ბევრჯერ ყოფილა რომ პირდაპირ მნიშვნელობით გვიტირია სიმწრისგან მართლა შეცდომის გამო კი არა სულ ამბობ ხოლმე ყველა ეპიზოდში და ამას ანონსში გავიტან გამარჯობა მე ვარ ლევან თაღიაშვილი და კიდევ ერთი პოდკასტი YouTube-ზე დღეს თუ ყავს გაი შეგვიძლია დავიწყოთ სალამი მეგობრებო კიდევ ერთი პოდკასტი YouTube-ზეა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბევრი კარგი უკავშირისთვის და კომენტარებისთვის ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის არჩილ ზამბახიძე საიდან დავიწყო აჩო თქვა კაი აჩო იყოს პაცას თანადამფუძნებელი იურისტი წამყვანი დრამზე უკრავს ანეკდოტებს ყვება ბევრი რეგალია აქვს მოკლედ ამ ადამიანს მეძახიან ტელევიზიაში ვიქტორინოქს პლეისმენტად კარგი სახელია ვიქტორინოქს მომწონს როგორ ახარ კარგად და ძალიან მიხარია შენთან და გილოცავ ამ პოდკასტს და სხვა შორის სახელი მომწონს ძალიან ამ პოდკასტებმა ტვინი წაიღეს და სადაც ამდენი იქაც კიდე ერთი პოდკასტი ძალიან კაი წარმატებებს გისურვებ და გისურვებ რომ ჩემი დაწყებული პოდკასტები დამთავრდეს ბეზოსის ბოლო ინტერვიუით შენთან სიამოვნებით ძალიან კარგი გეგმა მე ვეთანხმები გახსოვს ხო რამდენი ხანი მინდოდა ამის დაწყება და როგორც იქნება გავიყვანე ძალიან მიხარია სხვა შორის ეს შენ გახასიათებს რასაც დაგიგმავ ხოლმე ჯერჯერობით რაც გიქონს ყველაფერი გაიგეთებია რა ეგ ძალიან ეგრე იმედია ყველაფერი კარგია მაგაზე იცი ძალიან უცნაური ისტორიას მოვყვები 20 წლის როცა ვიყავი ბარისტად მუშაობდი ჯერ სანამ ტელევიზია და ყველაფერი იქნებოდა ბარისტად მუშაობდი ერთ-ერთ ადგილას და რაღაცა ერთ-ერთ წიგნში მე მგონი ბრაიან ტრესის მიზნები თუ რაღაც ეგეთი იყო ეწერა რომ ვიზუალიზაციას და მიზნების ჩამოწერასო მაგარი შედეგები აქვს რა და მოკლედ ამ იმის უფროსი რწყავდა ხოლმე რაღაც ყვავილებს რომელიც ადგილზე ქონდა რა და ხანდახან მემავლებდა ხოლმე და მაგრამ ეზარებოდა და მეთქი რაღაცა უნდა დავწერო არ მცალია თქო რა ანუ ეგ მოვიმიზიაზე და ანუ დავჯექი და გავავსე ის თაბახის ბურცელი ახურად გაიგცა ეგ არის ის ხიროყი თაბახის ბურცელი გავავსე ჩემი მიზნებით რომელიც მინდოდა რა 25 წლის რო ვიქნებოდი შემესრულებინა რა მე რა თქმა უნდა დამავიწყდა ეგ რაღაცები, იმიტომ რომ ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ის არ მომერწყა. ყვავილები რა თქმა უნდა. დრო გამყავდა. და ვიპოვე სადღაც 3 წლის წინ თუ 2 წლის წინ ზუსტად არ მახსოვს, გავხსენი და აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებული მქონდა, რაც კი დავწერე. ყოჩა. ახლა ყოჩა ყველას გისურვებთ რომ რაც დაწერილი და ჩაფიქრებული გაქვთ, აი ესე გამოგცლოდეთ. როგორი შოკი მქონდა, იცი? და მე მივხვდი რომ აი მაგის ახსნა არის, რომ შენი ტვინი რაღაც კონკრეტულ მიზნებს რო დაუსახავ და ამას ჩამოწერ და ძალიან კონკრეტულ რაღაცებს დაწერ, მე შინაგანად სული მომხსნებშია და იმ გზისკენ მიდის ალბათ. მე რო ეგენ ჩამოწერო საუბრობდოდ დამიჭერენ მეორდეს. ამიტომ მე მოდი აი. არ ვიცი, ეგეც საინტერესო ისტორია მაქვს რა, რომელიც ძალიან რეალურია. ყოჩაღი ბიჭი ხარ შენ და მაგიტო. მადლობა. ერთი შემთხვევითობის ისტორია უნდა მოვყვე და მე შენ დაგითმობ ასპარეს რაღაცაზე. მოსასმენად ვარ.
მოკლედ ის რომ ეხა ჩვენ ამ პოდკასტს წერს და საერთოდ გიცნობ არის ძალიან შემთხვევითი და ძალიან სწორი განვითარება. რატო იცი რომ როდესაც მოვდიოდი ტელევიზიიდან და მინდოდა პროფესიის შეცვლა და ცალსახად გადაწყვეტილი მქონდა რომ მარკეტინგში მივდიოდი და ბანკში მინდოდა სამსახურის დაწყება ძალიან კონკრეტული მიზნებით დაემთხვა პანდემია 3 თვე არ გამოჩნდა ეს სამსახური ვერ წავედი ის საიტკენაც მინდოდა და მე აღარ გეგმავდი საერთოდ ტელევიზიაში დაბრუნებას მაგრამ ნუ ისე მოხდა რომ მაშინ ფორმულამ დაიწყო ბლუმბერგი იქ დავიწყე მუშაობა და ესე გაგიცანით შენ და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი რომლებიც აქ დაჯდებიან მომავალში და ჯერ არ დავასახელებ და აი ესე შემთხვევით ანუ საერთოდ რო არ მქონდა დაგეგმილი და მაშინ ძალიან მინდოდა რომ ის რაღაც გამოსულიყო და კიდევ კარგი არ გამოვიდა ასე რომ მაგრამ მე გამოვიდა და ეხა მაგზას ვად გავარდა ძალიან მიხარია მაგრამ შემთხვევით ფაზაში აღმოჩნდი მე და ძალიან ასწორებს მეც ძალიან მისურვები ჩვენ პოდკასტების რაც სერიები ისე წავიდა რომ ლევონმა დაიწყო ლევონ გიორგაძემ იმით მოწოდებით რომ აუცილებლად საკუთარ საქმეს უნდა მიუყვეთ და რაღაცა გზა გქონდეს როგორ უნდა წამოვიდეთ კორპორატიული სამყაროდანო ესე დაიწყო ამ პათოსით მე იყო ზიადი რომელმაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარა და ორივე ძალიან საინტერესო პოდკასტი უსვათ და შენ აგზელებ ფაქტობრივად მაგ გზას იმ კუთხით რომ ეხლა გაქვს საკუთარი ბიზნესი პაცა ქეთოსთან ერთად რომელიც კაცს მიღმარი და გვიყურებს სალამი აქედან ქეთოს მე მინდა რომ ეგ ისტორია მოგვიყვე იმიტომ რომ მე მოსმენილი მაქვს პირადად ამგონია რომ მსმენელებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება როგორ რა რესურსებით დაიწყეთ შენ და ქეთომ იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ისეთი წირი რესურსებით არავინ არ დაიჯერებს საშორის მე თუ ბევრ ფულს ვიშოვი ძალიან ბევრ ფულს და მე აქვე ვაცხადებ რომ მე არ მინდა ცხოვრებაში ძალიან ბევრი ფული ვიშოვი იშოვე და ჩვენ მოგვეცია რაგი მე გეტყვი რატომ არ მინდა რაღაცას და ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრე ამაზე მაგრამ რატო დავიწყამით რა მე ხო ბევრ ფულს რო შოვობენ იმათ ინტერვიუები ხო მაგრამ ისმინება რა ამას ფული აქვს ნაშოვნი და უნდა მოისმინო კაიგე და მაშინ მინდა ვთქვა რომ აი საიდან დაიწყე რომ მკითხავენ რა და მე რო ვიტყვი რომ 6000 ლარით დავიწყე და ხედავ 6000 ლარით ამან დაიწყო და თუ ამდენს მიაღწევს ესე იგი მე შემიძლია დავიწყო რეალურად მართლა ეგეც ცოტა წარმოუდგენელი ამბავი იყო ხა 6000 ლარით დღეს ბიზნესი დაიწყო ბიზნესაც ხო გაჩნია პიცერია კვების ინდუსტრიაში თან პიცერიაც შემთხვევით სრულიად მაგრამ ალბათ სადღაც ხო აი ბედისწერაც არის რა არ ვიცი საბოლოო ცხოვრებაში ვერ ჩამოყალიბდი ბედისწერის რომ ჯეროდეს თუ არ რომ ჯეროდეს მართლა ვერ ჩამოყალიბდი ამაზე მაგრამ იმდენად ბევრი რამ დაემთხვა იმისთვის რომ დღეს პაცა იყოს ის რაც არის რომ სადღაც ფიქრობ რომ ალბათ ესე უნდა მომხდარიყო იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ 6000 ლარად ბიზნესი დაიწყო ძალიან დღეს წარმოუდგენელია ნუ ალბათ ვიღაცა ოღონდ ეს არ არის შეფუთული და მართლა პირდაპირ მნიშვნელობით 6000 ლარი ჩვენი წიგნების მე და ჩემი და ქეთოს დაწერილი წიგნების რეალიზაციიდან ცოტათი მოგროვებული ფულით კულინარიული წიგნიდან მოგროვებული ფულით შევაგროვეთ მაშინ 2019 წელს 6000 ლარი და ეს იყო 6 წლის წინ და მაშინდელი 6000 ლარი ახლანდელი 6000 ლართან ალბათ განსხვავებაშია შენ კი იცი ხა ფინანსურ სექტორს წარმოადგენდა მაგრამ მაინც მაშინაც იყო 6000 ლარი სასაცილო ოდენობა იმისთვის რომ ბიზნესი დაიწყო მაგრამ გამოვიდა ისე რომ ამ 6000-მა ლარმა მოიტანა დღეს ჩვენთვის ძალიან საყვარელი ძალიან წარმატებული და ხალხისთვის რაც ყველაზე მთავარია ხალხისთვის საყვარელი ბიზნესი იმიტომ რომ იმის მერე პანდემია იყო იმის მერე ძალიან ბევრი პოლიტიკური კრიზისი ფინანსური კრიზისი რაღაცა ამ ყველაფერს რო გადაურჩა ბიზნესა დღეს კიდე ფეხზე დგას და ხალხს საშუალება აქვს რომ დღეს პაცაში გემრიელი პიცა ჭამოს ამის მიღწევა იქიდან აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ხა ეგ იყო რა არა მხოლოდ ბიზნესი მე ვიტყოდი შემდგარი ბრენდი იმიტომ რომ ნუ პაცა ჩემთვის პირადად არის შემდგარი ბრენდი თავისი ბევრი მარკეტოლოგი გვეუბნება მაგას მახასიათებლებით ხო ეგ ცოტა შემდეგისთვის გადავდოთ იმიტომ რომ მაგამდეც მივალთ კომუნიკაციამდე მაგრამ მოდი ქრონოლოგიურად გავყვეთ გქონდათ 6000 ლარი ვიცი რომ რაღაც საინტერესო რაღაცები მოხდა შემთხვევითობა და ეგენი მოყვეთ მაგას მოგიყვები კი ესე იგი ესეთი ამბავია ჩვენ გადავწყვეტეთ ქეთოს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს იტალიასთან და მე რო არ მოყვე ბევრჯერ მომიყოლია და ამ სიყვარულის დამსახურებით მეც ჩამithრია მაგაში ახალი დაოჯახებულები ვიყავით მაშინ რამდენიმე წლის და მეც ჩათრეული ვიყავი ამ იტალიურ გასტრონომიაში სიყვარულში ასე დღემდე ჩემი საყვარელი საჭმელი არის მოხარშული პასტა პომიდორის соусით ყველაფრის გარეშე მხოლოდ ორი ინგრედიენტი ხო და მაშინ გადავწყვეტ რომ მოდი აი
პასტიფიჩო გავხსნათ. ანუ ხელნაკეთი პასტების ობიექტი გავხსნათო ქეთო, თქვა და ძალიან ავიტაცეთ ეს იდეა და ძალიან მოგვეწონა და გადავწყვეტ რომ ამ 6000 ლარით გაგვიხსნა იტალიური პასტიფიჩო. ოღონდ სასაცილო რა არის იცი თან? რომ ეს 6000 ლარი ჩვენ რაღაცა ისეთი წიგნები დავაგროვეთ, სამი წიგნი მქონდა გამოცემული და ბოლო წიგნი იყო ქართული გემოს მემკვიდრეობა და ქართული გემოს მემკვიდრეობა შენ იცი რომ 3 წლის განმავლობაში ვაგროვეთ ინფორმაცია ვწერეთ, ვიმოგზაურეთ, არქივში ვიქექეთ ეროვნულ არქივში და რაღაცა და აი კაი მსუყე წიგნი შევკარეთ და ქართული გემოს მემკვიდრეობა იყო ბოლო წიგნი რომელიც გამოცდა იმის მერე გავხსენით პიცერი. მაგრამ მოიცა სასაცილო იყო. რაღაცა ჩვენ YouTube ჯერ YouTube-ზე მედაკეთო რომ აღმოჩნდეთ ეს იყო before it was cool. ანუ დღეს რომ ბევრს ნახავ YouTubers, მაშინ სად იყო YouTube? მაშინ იყო ოდნოკლასნიკები და YouTube და ჩვენ YouTube-ი ავირჩიეთ. ეხლა რო უყურებ ვიდეოს ძალიან საყვარელია, მაგრამ მოკლედ ჩვენი ისტორია იყო და ხალხი გთხოვდა რომ რაღაცა გააკეთოთ რომ ჭამოთ თქვენთან. და ამ რაღაცის ძიებაში რო ვიყავით, ამ პასტიფიჩოზე ჩამოყალიბდით და ფართის ზებნაში ერთი ჩვენ ძალიან საყვარელი ფართი აღმოაჩინეთ აბაშიძეზე. და რო შევიჭრეთ ფართში ვათვალე და აღმოაჩინეთ ღუმელი აშენებული. ქვის ღუმელი, რომელშიც დიდი სპირალი იყო. დღეს თონეს პრინციპი იყო მოწვანო ელექტროღუმე, მაგრამ ძალიან მაღალ გრადუსზე ადეოდა ეს ღუმე და 400-500 გრადუსზე ცხელდებოდა და ეს ჭირდება ნაპოლიტანური ტიპის პიცას. და ეს ღუმელი რო დავინახეთ, ხო მივხვდით რომ ეს განძიდევს აქ რა. ჩაშენებულია ვერსად ვერ გადაადგილდება, ვიღაცამ დატოვა, აშენა და დატოვა. ეს პასტის სახარშები ნაყიდი. ხა წარმოგიდგენთ 6000 ლარითაც არ დაგვიწყია თან. ანუ ღადაობა ეგ არის. ეხლა რო ვფიქრობ, იმ 6000 ლარიდან კაცო ჩვენ რაღაცა ინვესტიცია ჩავდეთ, პასტის სახარშები ვიყიდეთ, რაღაცები კი არ იყო ეს რაღაცა მნიშვნელოვანი, მაგრამ ნუ დაუშვათ სადღაც 1000 ლარი გამოვაკელი მაგას რა. ქვაბები, რაღაცები ხო ვიყიდეთ იმისთვის, რომ პასტის სახარშები პასტიფიჩო გავიხსნა. ეს ყველაფერი თაროზე შემოვიდა. რომ სტარტაპერებს ასწავლიან ხოლმე, რომ როდესაც რაღაც კონკრეტულ შესაძლებლობას ნახავ, შენი იდეა იმდენად არ უნდა გიყვარდეს, რომ მაგის გამო რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და რეალურად თქვენ ეგ გააკეთეთ. ის ანუ თქვენ რო ძალიან და ზედმეტად ყვარებოდათ ის იდეა, რომელიც შეიძლება მე გააკეთოთ, მაგრამ იმ მომენტში არა, დაანგრევდით იმას და მაინც პასტას მიაწვებოდით. მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო ეგ. თან ჩვენ წარმატების ფორმულაზე მე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ერთი საინტერესო რამე უნდა გითხრა მე რა შეიძლება სტარტაპის დროს გითხრან რა და ეს მინდა რომ мотиваციაში გადაუთარგმნო ყველა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ეხლა. ჩვენ რომ პირველი პიცა დავტესტეთ და პირველი პიცის ფოტო ჩვენ პაცაში ინგოროყოს ფილიალში გვიკიდია იქ მე და ქეთოს გაღიმებული სახე. პირველი პიცა რო დავტესტეთ, ანუ წარმოგიდგენთ სახარშები ყველაფერი შემოვდეთ თაროზე და დავიწყეთ ცომზე მუშაობა. რო ვთქვით რომ ეს ცომი უკვე რაღაცას გავს და მოდი ვცადო და გამოვაცხეთ პირველი პიცა, ჩვენს მესამე პარტნიორს ბადრი ხვადაგიანს რომელიც გასტრონომესთან რაც ახლოს არის უბრალოდ გურმანი ტიპი რომელიც გემრიელად ჭამს გავასინჯეთ. იცი რა იყო პირველი შეფასება? პიცა არ არის, მაგრამ აი არა. წარმოედგინე ყველა ფართი ნაკირავები გაქვს ისედაც 2 კინკილა ლარი გაქვს და აი პირველ პიცაზე გეუნებიან რომ აი პიცა არ არის, მაგრამ აი არა იჭმევა აი ეხლა წარმოიდგინე ამ შიერზე შეჭამ. ხო, შიერზე, ნუ როცა ქშია ზაქარი, აი ამ დროს ხალხი დაყრიდა ფარხმალს. მაგრამ დემოტივაცია ხანდახან мотиваციაში უნდა გადათარგმნო და რას ქვია ეს პიცა ხალხს გაქვს 3 წიგნი დაწერილი გაქვს YouTube-ზე რაღაცა ვიდეოებს და რეცეპტებს ხა ეგრე. დავიწყე და 8 თვე მარტო ცომზე მუშაობაში გავხარჯეთ. 8 თვე მარტო ცომზე ვიმუშავეთ. და საბოლოო ჯამში ეხლა ცოტა ამპარტაულად ჟღერს, მაგრამ რა ვქნა, ხალხმა დაგვარქვა ერთ თვეში სოციალურ ქსელში პაცას, აი იმ დღიდან ერთ თვეში სოციალურ ქსელში პაცაზე წერდნენ რომ ეს არის ღმერთების პიცაო. მე ცოტა მკრხელურად კი ჟღერს, მაგრამ ძალიან მახსოვს რომ ეს პირველად რომ წავიკითხე. მე აიტაცეს ეს რა, ეს ფრაზა, რაღაც ესე. რა თქმა უნდა ზოგი ამას დაგცინოდა მე და რაღაცა ამ ფრაზაზე, მაგრამ ხალხისგან დარქმეული იყო. და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი, იმიტომ რომ ესეთი თბილისში არ იყო რა, ესეთი შეფასება. ეს მოდი სრული სურათი რო დავხატოთ და რაღაცა გზამკვლევით რო იყოს. ესე მიყვარა ეს პოდკასტის თემატიკა და ბარემ ბოლომდე ასე გავაკეთოთ. შენ და არც ქეთო არ წამოსულხართ ეგრევე იმ სამსახურებიდან, სადაც მუშაობდით. კი, აბსოლუტურად. როდის წამოვიდა რატო? ხო, აი პარალელურად შენ თქვი რომ 8 თვე ამაზე მუშაობდით. კი. პარალელურად თქვენ გქონდათ სხვა სამსახურები. კი. ნუ ეხლა full-time job. ხო მაგალითად ტელევიზიაში მუშაობ ეხლაც, მაგრამ მაშინ full-time job იყო და სხვა შორის მე არ ვიცი ეს მარკეტოლოგები რას კარნახობენ, სტარტაპერები რას კარნახობენ, ბიზნესმენები რას კარნახობენ, როგორ უნდა მოიქცია გეტოს, მაგრამ მე ჩემ პირად მაგალითს გეტყვი.
მე მაშინ მუშაობდი ჩემთვის საოცნებო სამსახურში, გულწრფელად როგორც იურისტის, იმიტომ რომ მაშინ ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორპორაციის იურისტის სათავო ოფისში და ძალიან დიდი კორპორაცია იყო, ძალიან საპასუხისმგებლო საფუძველი იყო და იქ ახლა იურისტის მუშაობა ნიშნულოვანი კარიერული ნაბიჯი იყო რა. იქ მოსახვედი იქ რომ მოხდა ამიყვანეს ძალიან ბედნიერი ვიყავ. მე აცა რომ დავიწყეთ ვერ დავტოვე ის სამსახური ერთ-ერთი იმიტომ რომ ბიზნესი ჭირდება დრო რომ სტაბილურ შემოსავლად იქცეს. და როდის გადავწყვიტე რომ სამსახურიდან წამოსულიყავი, როცა მივხვდი რომ შენ საკუთარ საქმეს შენი სრული ჩართულობა სჭირდება. იმიტომ რომ შენ თუ შენ საქმეში სრულად არ გადაეშვი ის ფაქტობრივად განწირულია კრახისთვის ჩემი აზრით, იმიტომ რომ სხვა შენ მაგივრად რაც არ უნდა კარგი თანამშრომელი იყოს, შენს გასაკეთებელს სხვა მაინც ვერ გააკეთებს. როგორც კი შენ დისტანცირდები, მაშინვე ისახება. რაც არ უნდა კარგი დელეგირების უნარი კონდეს, რაც არ უნდა დიდი რესურსი ჩადო, როგორც ფინანსური, ასევე პირადი რესურსი, გონებრივი, იმაში რომ შენმა ბიზნესმა აწყობილად საათივით იმუშაოს, შეიძლება კარგად იმუშაოს, როგორც კი შენ ჩაერთვები ბოლომდე კიდევ უფრო კარგად იმუშაოს. აი მაგას რომ მივხვდი, რომ უკვე ითხოვს იმდენად შეიყვარა ხალხმა, იმდენად გაიზარდა უკვე რომ ითხოვს ჩემი full time აქ და იქ part time ესე რომ ვთქვათ რა, იმდენად შეუსაბამო იყო უკვე. რომ მივხვდი რომ სამსახურიდან არჩევნის გაკეთების დრო იყო რა. ან უნდა მე მუშავა full time-ზე ჩემი პროფესიით, ან უნდა მეთქვა რომ ბიზნესში მივდივარ. თუმცა მანამდე ფაქტობრივად ორგანი იხლიჩებოდი და სხვა შორის სამგან ტელევიზიაშიც იყავი. მაშინ ჯერ დილის გადაცემა იყო კიდე. ანუ სამსახურამდე 10 საათამდე ვიყავ ტელევიზიაში, მე გავარბოდი სამსახურში და სამსახურის მერე პაცაზე და ნუ ორი კურდღლის მანდევარია რა. არ შეიძლება ეგრე. ვერ იზავ. ორ კურდღელსაც დავდევ დღესაც და 10-საც, მაგრამ ნუ მე მახსოვს კონკრეტული რაღაცა მაჩვენებელი, მაშინ მითხარიო, რომ როგორც კი მივხვდი რომ რაღაცა შემოსავალი გაუთანაბრდაო საიდანაც ჰქონდა. ის ხელფასი როცა რაც მე სამსახურში მქონდა იმისთვის რომ უბრალოდ თავი გადამერჩინა და ოჯახი უკვე შექმნილი მქონდა და შენ ხო იცი შენი ფინანსური ვალდებულებები თვეში რა გჭირდება იმისთვის რომ იცხოვრო დაახლოებით იქ შემოსავალი უკვე რომ ვიგძენი რომ ბიზნესი მაგას მაძლევდა და თან უკვე გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. მაშინ უკვე თავმოთქა, იმიტომ რომ იქ რო ფინანსური სარგებელი არ ყოფილიყო, ვერ დავტოვებდი სამსახურს. ფიზიკურად არ შემეძლო, იმიტომ რომ სხვა შორის აქვე ვიტყვი მაგას რა, დღევანდელი ბიზნესები ბევრი სხვა პრობლემის გამო, დღევანდელი ბიზნესების და სტარტაპების დიდი უმეტესობა ჩვენ სფეროში ყოველთვის იმიტომ განიცდის კრახს, ჩემი აზრით. რომ ადამიანები ერთადერთი შემოსავლის წყაროდ აქცევენ თავიდანვე ამას და იქიდან ჭყალებში რო თქვა სალაროდან იღებენ ფულს, იმიტომ რომ იარსებონ და ეგრე ვერ იარსებებს ბიზნესი. ცოდო ამას თავისი ფული სჭირდება თავიდან, რომ ატრიალო რა იმან თავი შეინახოს რა. შენ თუ ეს აცალე თავიდან, იმიტომ რომ სხვა შემოსავალი არ გაქვს. ეს ბიზნესი ცოდოა მაგისთვის. ზოგადად ბიზნეს ლიტერატურას კითხულობ? სხვათა შორის არ დაგიმალავ და არა, ლიტერატურად არ ვკითხულობ, მაგრამ ყოველ აი მაგალითად დღეს შეიძლება ითქვას რომ წიგნებიდან მარტო წიგნებიდან აღარ იღებ რა განათლებას რა. მე მაგალითად following-ი მაქვს მაღალი სოციალურ ქსელში, ჩემთვის მისაბაძი ბიზნესმენების, ჩემთვის შენ სტორებს მივსდევ ძალიან სხვათა შორის. და კი, ხშირად უსმენ და რატო გეტყვი, იმიტომ რომ მე მაგის ფუფუნება და კომფორტი დღეს არ მაქვს, მაგდენი ლიტერატურა ვიკითხო და ვკითხულობ პროფესიულს. ანუ მე და ქეთოს დღეს გვაქვს ესეთი არჩევანი გაკეთებული, რომ მაგალითად კულინარიის ლიტერატურას ვკითხულობთ ძალიან აქტიურად, ოღონდ ცოტა უფრო ქიმიურ და ცოტა უფრო მიკრობიოლოგიურ დონეზე ჩავდივარ და ამას უფრო ვუთმობდი დროს დღეს ვიდრე დაუშვათ. იმიტომ გაგიკითხები რომ შენ რასაც იძახი, ანუ ეგ მაგას ასწავლიან ზუსტად. ალბათ იმიტომ რომ პრაქტიკა გაძლევს. ხო, და ეგ მაგიტომ მინდოდა მაგას კითხო რომ ეგ ინტუიციურად მიხვედი მაგამდე თუ ეგრეა და ალბათ ის ადამიანებიც ვინ დღეს მაგას ასწავლეს ზუსტად მაგ გამოცდილების საფუძველზე მიდიან და მე ისინი უფრო გაცილებით კარგად წერენ ამას და ყვებიან ვიდრე ახლა მე. მით უმეტეს მათ რაოდენობრივად გაცილებით ბევრი ბიზნესი დაწყებული და გაფეილებული. ნუ ეგ ძალიან ცნობილი ფაქტია რომ სტარტაპების ზოგადად იცი ეგა? კი. რამდენი პროცენტი ფეილდება? სტატისტიკურად ფეილდება არ ვიცი. შენი აზრით აი ხო იცი ძალიან ცნობილი სტარტაპები და ზოგიერთი სტარტაპები. რამდენი პროცენტი ფეილდება სტარტაპების? ეხა ისე მისმენ რომ ალბათ ბევრი. 80. 95. მართლა? რაღაცას მე მგონი არასწორად ვაკეთებ. არა, უბრალოდ იმდენად მაღალი რისკია და იმდენად რთულია
ყველაფრის თავმოყრა მით უმეტეს ამხელა კონკურენციაში, რომ ეგეთი სტატისტიკა ჯდება. ოღონდ ეგ არ არის საქართველოს. ზოგადად გლობალურადაც და მათ შორის საქართველოს ყველა ბევრჯერ მithქვამს ეს ქეთომანება ხომ ტვინი წაღი ამაზე ლაპარაკეთო, მაგრამ მე მგონია რომ ყველაზე სწორი გადაცემა, ყველაზე სწორი ადგილი და ყველაზე სწორი პლატფორმა იმისთვის რომ ეხლა ვთქვა, ეგ არის ზუსტად ეს გადაცემა. ქეთოს აი კრახზე და ფეილებზე და ფაკაფებზე რო ლაპარაკობთ, ყველაზე სწორი რამ ჩვენი ბიზნესის არსებობის ისტორიაში რაც უთქვამს პაცას და ეს იყო ქეთოს სიტყვები, იყო ის რომ მზად იყავი წარმატებისთვის. აი მომდენო კითხვა ეგ მქონდა რა, ხო არ მაცდის ეს ადამიანი რა. აი ეგ არის. რამდენადაც უნდა იყო წარუმატებლობისთვის მზად, მინიმუმ იმდენი თვე თუ მეტით არ უნდა იყო წარმატებისთვის მზად. იმიტომ რომ შენ თუ ყველა სტარტაპს აქედან მიუმართ. თან მიკროფონში ლაპარაკობ. ყველა სტარტაპს აქედან მიუმართავ. ყველა ნერვიულობ და მათ შორის ჩვენს, რა თქმა უნდა, თავიდან ნერვიულობდით იმაზე, რომ კრახით არ დასრულებულიყო სტარტაპი და აგერ 99% თურმე კრახით ვთავრდება. მე უფრო მეტი მახსოვს 500 ლარს ვუხდიდითო იმას და ცხოვრობსო და ეგ გვეშინოდაო რომ ოღონდ ეგ ფული შემოსვლოდაო რომ გადაგვეხადა. 10 პიცა რო გაგვეყიდა დღეში მაღაზიაში ლოცულობდით რომ ამ ადამიანის ხელფასი გადაგვეხადა და იჯარაზე ყოფნა და ფული. ეს იყო ჩვენი მთავარი სანერვიულო რა. და მე ერთ თვეში რო გითხარი, როცა ხალხს შეუყვარდა განსხვავებული და კარგი პროდუქტი რო გაჩნდა. ერთ თვეში მივხვდით, რომ ამხელა ტალღისთვის არ ვიყავით მზად და დაგვეწყო ქაოსი. აი ამ ქაოსში რო კრახი განიცადო, ძალიან მაღალი ყოფილა ამის ალბათობა რა. ამიტომ სადღაც ყოველთვის გონებაში გქონდეთ, რომ თქვენი იდეა, რომელიც განხორციელებასაც შეიძლება გეშინოდეთ, იცოდეთ, რომ ამ იდეამ ძალიან მალე, აბსოლუტურად მოულოდნელად შეიძლება ნახოს ძალიან დიდი წარმატება და ამას თუ მზად არ დახვდით, მე დავენძრა. ხო, ეგ მინიმუმ გონებაში საფიქრელია, რომ გათვალო როგორც დაღმავალი სცენარი, ისე პირიქით. რომ რა შეიძლება დაგჭირდეს, იმიტომ რომ ზუსტად შენ რაც ახსენე ის ქაოსი, შეიძლება ეგ იყოს დამღუპველი და გეგონოს რომ всё, აი მთებს გადადგავ და პირიქით, მაგან დაგღუპოს. სამწუხაროდ ეგრე ხდება ხოლმე. აქ მოგიმზადე, კარგი იყო ეს შესავლისთვის. ძირითადად ეს კითხვები არის პირადი ბიზნესის გარშემო და დავიწყოთ აქედან ამოიღოთ და ჩათვალე გავაგზავნებთ ამ თემებს უბრალოდ სხვადასხვა კუთხით მინდა რომ დავინახოთ ეს თემა. თან სამი ყველაზე დიდი მითი საკუთარ ბიზნესზე. სამი ყველაზე დიდი მითი. პირველი მითი, ეგენიო დღეში 800 პიცას ყიდიანო. შენს პირს პაცა მარა ვერა ეგეთი რამე ბუნებაში არ ხდება. წარმადობა რო დავთვალეთ დროში არ ყოფნის დროს რო ეგრე იყოს. პირველი მითი ეგ. მეორე მითი ის არის რომ ანუ გაზვიადებული ან შემოსავლი ან გაყიდობი ან რაღაც მსგავსი ხო? ყოველთვის ხვისი ბალახი უფრო მწვანე და უფრო ბიბინებს ვიდრე შენი. ეს ერთი. მეორე მითი. ჭამა მუშაობს. არა. ჭამა არ მუშაობს. კაი ჭამა მუშაობს. და კაი ჭამა მუშაობს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში. ხო იცი საქართველოში შენ ჭამა დაიწყე და ყველა. ეგრე არ არის. ჭამა ყველგან მუშაობს. აი ქვეყანას ეს ჭამა საფრანგეთში რომ მუშაობს ეგეთი უნდა, მაგრამ ეგ არ უნდა ვაქციოთ სტერეოტიპად, რომ შენ ხა მოდი ბიზნესი დაიწყე ჭამის და უეჭველი. არა, პირიქით, სხვათა შორის გაფეილებული სტარტაპების უმრავლესობა ჩვენთან აბა ბიზნესა საკვები ობიექტების სტატისტიკაა წარმოები. უმრავლესობა კრახით ამთავრებს და რატო გინდა გითხრა? იმიტომ რომ უმრავლესობა მაკეთგან ამ ბიზნესს იწყებს იმიტომ და იმ სტერეოტიპის მსხვერპლი ხდება, რომ ჭამა მუშაობს. და ამ ბიზნესში არ შედის გასტრონომია, არ შედის კულინარია, არამედ შედის ტიპი ფულით, რომელსაც უნდა რომ ამ ბიზნესს უბრალოდ ფული შეოს. ეხლა შენ წარმოგიდგენია მე რომ კრიპტო ბიზნესი დავიწყო, ან პროფილაქტიკა დავიწყო, რაღაცა რო უბრუნდება და აზე ვერ მოდივარ იქ რა ხდება და რა უნდა გავაკეთო, ეგრე იწყებენ საკვები ბიზნესი. ბევრი იწყებს ეს, რა თქმა უნდა ყველა არა. მაგრამ სად კულინარის დაწყებული ბიზნესი, როცა პრობლემას რო ხედავს თვითონვე ჩადის და თვითონვე აგვარებს იმ პრობლემას რა. აი ეს ლირული გადახვა, ანუ ჭამა მუშაობს მეორე მითი. ჭამა რა, კარგი ჭამა მუშაობს. და ბოლო მითი. ჩვენს სფეროზე თუ ჩვენს ბიზნესზე? ზოგადად საკუთარ ბიზნესზე. ბიზნესზე. ისე გამოვიდა რომ სარესტორნო და ზოგადად კვების ბიზნესზე ვსაუბრობთ, მაგრამ მანდ გამოცდილება და მანდ მითია ის რომ პაცა საუკეთესო პიცა საქართველოში. ჩემთვის არის ახლა და სხვა არის. ჩემთვისაც, მაგრამ მითი რატო არის იცი? იმიტომ რომ საუკეთესოობა ძალიან
სუბიექტური ცნება და როგორც რამდენად წარმატებითაც ნახავ შენ ადამიანს რომელიც გეტყვის რომ პაცასნაირი პიცა არათუ საქართველოში იტალიაშიც კი არ უჭამია და ეგეთი ბევრია ჩემი ჩათვლით ასევე ნახავ ისეც ვინც გეტყვის რომ ესეთი კატასტროფა არასოდეს არ უჭამია და ეს აბსოლუტურად ნორმალური რამაა აი ეს მაგისთვისაც მზად უნდა იყო ცალსახად როგორ შეიძლება ყველას მოწონდე მარწყვი არ მოწონს ყველას და შემწვარი კარტოფილი იმ დღეს გავიცანი ადამიანს რომელსაც შემწვარი კარტოფილი არ ყავს ეხა იმას პიცა მოეწონე პიცაზე როგორ უთხრა რატო არ მოგწონს მეთქი ტარხუნიანი უბიანი ყველი შემწვარი კარტოფილი არ უყავს ამიტომ მაგისოზე რაც არ უნდა გენიალურად ჟღერდეს თქვენი გაკეთებული გამოიყურებოდეს ვიღაცას აუცილებლად ნახავს ვისაც ეს საშინელად არ მოსწონს მე კიდე ერთ მიც დავამატებ შენი გამოცდილებიდან რომ როდესაც ერთხელ მიაგნებ რაღაცა წარმატების ფორმულას ან რეცეპტს ეგ არის და თავი ქუდში გვაქვს თუ როგორც არის და აღარ ვამჯობესებთ იმიტომ რომ რაც თავი მახსოვს თითქმის ყოველი მესამე ჩვენი შეხვედრა და რავი თითქმის ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ახსენებ იმას რომ რაღაცა ახალს ტესტავთ მოდი ესე დავარქოთ კი ეგრე შეიძლება პირდაპირ არ დამატოთ მაგრამ ტესტავთ სულ გაინტერესებს სხვისი აზრი და ყვება ძალიან სუბიექტურია და მომხმარებლის აზრი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია აი მაგას როგორ აკონტროლებთ რომ ინოვაციები დავარქვათ არ გამოგელიოთ ვერ გადარჩები მე ხვდი სხვანაირად მარტო ჩვენ ბიზნესში კი არა ვერაფერში ჩემი ღრმა რწმენით ერთადერთი რაც ადამიანს აცოცხლებს და ჩემი აზრით ბიზნესის უკან ადამიანები დგანან და შესაძლოა ადამიანია გარკვეულწილად გადარჩენ არსებობს მარტო მოძრაობაში შენ თუ არ იმოძრავე და შენ თუ რაღაცა ახალი არ ქენი ყოველთვის გავიგე რომ ტარხუნიანი ობიანი ჩემი აზრით საუკეთესო პიცა სოფლიოში ჩემთვის რამდენი ხანი უნდა იტრიალო ხამ ტარხუნიანი ობიანის გამო შენც კი რომელსაც შეიძლება ძალიან გიყვარდეს ჩემგან ხვალ რაღაცა სიახლე აუცილებლად გაგიხარდება იმიტომ რომ იცი რომ მე თუ ტარხუნიანი ობიანის შემოქმედი ვარ ხვალ რასაც გთავაზობ ისიც წესი და არანაკლები უნდა იყოს და ეს შენ აუცილებლად კიდევ ერთხელ გაგახსენებს ჩემ თავს რატო საუკეთესო მანქანა რომელიც კაცობრიობას უდესმე შეუქმნია არის GP Wrangler-ი ჩემი აზრით კაცობრიობასაც კი ძალიან სუბიექტური ხარ ჩემი აზრით ძალიან არ ვცნობ არც ერთ სხვა მანქანას. რა თქმა უნდა, პატივისცემ ყველას, მაგრამ ჩემი აზრით 99 წლის TJ 4-დან 2 ძრავით 6 ცილინდრიანი, ყველა მექანიკა. ყველაზე კარგი მანქანა რაც კაცობრიობა შეუქმნია, მაგრამ ვერასოდეს ვერ ეგავანტყუნებ იგივე Jeeps, რომელიც 2026-ში გეუბნება რომ აბსოლუტურად ელექტრო Wrangler-ი უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ შენ თანამედროვეს უნდა უპასუხო. მიხვდი აუცილებლად უნდა უპასუხო, იმიტომ რომ ვერ გადარჩები სხვანაირად და მე ვარ ის ადამიანი რომელიც კონსერვატორიზმს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მით უმეტეს არესტორნულ ბიზნესში რა მადრიდში არის რესტორანი რომელიც 700 წელია ლევან არსებობს 700 წელი უწყვეტი ოპერირება ყველაზე ძველი რესტორანი რომელიც უწყვეტად ოპერირებს 700 წელი მუხისხე ვიცი თუ რავი რამდენი რამდენი წელს გაიხსნა 1300 რაღაცა წელს გაიხსნა ის დაწესებულება სადაც გოჩს წვალდი და დღემდე გოჩს წვავენ იქ რა თქმა უნდა ეგ არ უნდა შეცვალო მაგრამ მაგის მიღმა აუცილებლად შეიძლება იქ მენიუში ნახო რა ვიცი რაღაცა კარტოფილი რაღაცა ტრუფელით ან free ან რაღაცა იმიტომ რომ ეგ უნდა გააკეთოს იმიტომ რომ ვიღაცა გაჩნდება დღეს ჯენზი რომელსაც ანუ თან ძველი უნდა შეინარჩუნო და პარალელურად ახალი ხაზები შექმნა და ტესტო პაცა რომ დამწვარი პიცაა და მისი ნიშა არის რომ დამწვარი უნდა იყოს ყოველთვის მე თუ ეს შევცვალე მე თუ მთელი არსი წავშალე რაზე ძვდგავარ ეგ უკვე სიკვდილის ტოლფასია შენ უნდა განვითარდე კი არ უნდა მოისპო ტრადიციები ჩვენს ქვეყანასაც ჩემი აზრით იგუყავს ხარფე ჩვენ ტრადიციის დაფასება როც თორე ჩვენ ტრადიცია ცუდი კი არ არის თავისი არსით რა ვიცი არც ქელიხი იყო თავიდან ამაზრზენი ტრადიცია მაგრამ მე გავაფუჭეთ ხო რა იყო ეს გაფულტურა და ზომიერება ტრადიციებში და ბიზნესში ის რომ ადამიანებისთვის საკვები ადამიანები ვისაც შენ გაახსენდი იმ გაჭირვების დროს იმას ვცემდით რაღაცით პატივს ამას ძალიან ლამაზი კულტურა ქონდა თავის დროზე მაგრამ მე გადავზარდეთ რაღაცა საშინელებაში ხო ასეა ეგრე არის შენ ტრადიცია კი რომ დაივიწყო ტრადიცია უნდა განავითარო იმისთვის რომ შეინარჩუნო რაც შენია მაგრამ რაღაცა ახლებური შემატო რომ ახალმა თაობამაც გაიგოს ეგ რა ეგ არის ანუ ბიზნეს თუ აკეთებ აუცილებლად უნდა იყო იმისთვის მზად რომ რაღაცა კონკრეტული DNM-ი შეინარჩუნო მაგრამ პარალელურად სულ იზრუნო ინოვაციაზე და სიახლეზე სხვანაირად ვერ გადარჩები ეს არის შენი რჩევა ჩემი აზრით ყველა ბიზნესში ეგრე მუშაობს ოკეი კაი წავედი ჩემდეგზე
გახდება თუ არა პაცა დიდი ქსელი, რომელსაც 10-ზე მეტი ობიექტი აქვს, არასოდეს. დღეს რომ მედაკეთოს შემოგთავაზონ 10 მილიონი, მაშინ კი. განაბარდა. არასოდეს. და გეტყვი რატო, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ კონსერვატორიზმის გამო რაც მედაკეთოს გვიყვარს პაცაში, რომ მედაში მყავს შვილები. ჩვენი შვილები რომ ჩვენ ხელები გახდებიან, ჩვენთვის 10 მილიონზე გაცილებით დიდი ღირებულება ექნება შენ ხელა ასაკის შენი შვილი როცა ეტყვის რომ აი ესე პიცას რო ჩაგვიჭერს ეტყვის რომ სხვა შორის აქ ჭამდა მამა ჩემი პიცას ამავე პიცას აიკონიკ ადგილებად აი მე და შენ რო ვისაუბრეთ ხა 700 წლიან რესტორანზე რომელიც შეიძლება 1 მილიონიც არ ღირდეს აქტივებით იმას გაცილებით მაღალი ღირებულება აქვს მორალური და ნოსტალგიური და რომანტიკული რომ ვიღაცები ეხლა თბილისში ვლაპარაკობთ მადრიდში 700 წლიან რესტორანს ანუ აიკონიკ საოჯახო ადგილად ყოფნა რომელსგანაც თიც გაიშვერენ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ რომ პაცაც თავიდან ემოციაზე დაფუძნებული ბიზნესი იყო ხოლმე და არა იმ გათვლით რომ ჩვენ ამით მილიონერები უნდა ყოფილიყოთ არასოდეს ეგ შეიძლება რავი ბიზნესის თვალსაჩინოდან ეგ დებილობა ჟღერდეს ხა ბიზნეს რატო აკეთებ თუ ფულის შოვნა არ გინდა მაგრამ ფულის შოვნა გვინდა დიდი ფულის შოვნა არ გვინდა და ინდუსტრიალიზაცია არ გვინდა ჩემი აზრით ინდუსტრიალიზაცია ესეთ ბიზნეს მით უმეტეს საკო ბიზნეს აფუჭებს იმიტომ რომ კონტროლს ვერ შანსი არ არის სადღაც აუცილებლად ინდუსტრიული პიცა გახდები და ორი ფილიალი რო გაქვს პირობითად რა სადაც 10 წელია და 20 წელია ხალხი ერთი და იგივე ადამიანები და ერთი იგივე სახეები ჭამენ ეგ არის ყველაზე დიდი ანაზღაურება ჩვენთვის ყოველშაბათს. და ისე ვერ დაალაგებ, ვერ არის დაალაგებადი მენეჯმენტი ისე რომ თან 10 პლუსი ფილიალი გქონდეს და ეგ შენარჩი გეტყვი მაგისას. როდის მივხვდი რომ შეუძლებელია ხარისხის დაჭერა. ვერავინ დედამიწაზე ხარისხს ვერ დაიჭერს ინდუსტრიულ კვებაში, იცი რატო? მაკდონალდსიც კი რომელიც ჩემი აზრით ყველაზე კარგად აკეთებს მაგ საქმეს, ყველგან სხვადასხვანაირი. ბარსელონაში რომ მაკდონალდსი ვჭამე პირველად, როცა ქვეყანა გავდი ევროპაში. მერე მადრიდში ვჭამე და მერე თბილისში. სხვადასხვა ბურგერი ვჭამე აბსოლუტურად. და მაშინ დავფიქრდი რომ მაკდონალდსი თუ ვერ ახერხებს რომ ერთი და იგივე გემოზე მაჭამოს ყველგან მე ვის დავყვარგი. მე საპირისპირო ისტორია მეკიცი, იაპონიაში როცა ვიყავი ერთი კვირით სტუდენტური რაღაცა პროგრამით, ვერაფერს ვერ ჭამდი ფაქტობრივად ადგილობრივს, იმიტომ რომ რა ვქნა ახელი ვარ და ხორცისტი და მიყვარს ეგ ყველაფერი. არ მიდე თევზი და უხერხემლოები. არა, თევზი ზუსტად თევზმა გადამარჩინა, მაგრამ წყალმცენარეებს ვერ ვჭამდი, მაგრამ წყალმცენარეების მწნილს ვერ ვჭამდი. ნუ ჯერ ჩემი ის გემოვნური რაღაც არ იყო მიჩეული. ეხლა შეიძლება გავრისკო რა. მე გადამარჩინა მაკდონალდსის ჰამბურგერმა, რომელსაც ზუსტად ისეთი გემო ქონდა ტოკიოში, სადღაც ერთ-ერთ მაკდონალდში, როგორცაც აქ რავი რუსთაველზე ვჭამდი. მაგრამ გადამარჩინა. აბსოლუტურად მესმის. მაგრამ თან იმასაც ვიაზრებ, რომ ვერ იქნება ერთნაირი რა, საკვები. ვერ იქნება ფიზიკურად ერთნაირი. ჯერ იქიდან დაიწყე, რომ საქონლის ხორცი თბილისში პირობითად და ამერიკაში სხვადასხვა ვერ გააკეთებ ერთმანეთს. ანუ ეგ თქვენი არჩევანია, რომ არჩევანია ცალსახად რა. მე შემე ჩვენ შეგვეძლო ეგ გაგვეკეთებინა ინდუსტრიულ ბიზნესად გადაგვექცია. იყო შემოთავაზებები უცხოელებისგან, მათ შორის, რომ აი მოდი მე ამაში ფულს ჩავდებ, მოდი ფრენჩაიზს წავიღებ. მაგრამ არასოდეს მაგის ინტერესი არ გქონია. ჩვენ სხვა მე ვიცი რომ შენ ამას არიზიარებ. კი და მithkoms კიდეც, მაგრამ it's okay, რა ვიცი. ხოიცი ყველა ბიზნესმენს თავისი ხედვა აქვს რა. ყველას თავისი პლუსები, ყველას თავისი მინუსები, ყველას თავისი როგორ თქვა, მიზანი აქვს. და ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ პაცა ყოფილიყო ის რაღაცა ემოციების ბუკეტი, რომელიც ერთ ან ორ კონკრეტულ ადგილას არის დაბუდებული, ადამიანები იქ უნდა მივიდნენ, რომ ეს შეიძინონ და არა ის, რომ პაცა შეგიძლია ჭამო ჰიროსიმაშიც. და მისი შემქმნელების და დამფუძნებლებიც იქვე არიან და შეგიძლია მოელაპარაკოთ და ეგ არის ჩვენი არჩევანი. დღეს ყოველ შემთხვევაში. მე კიდევ მეორე ყველაფერი მოლაპარაკე. ნახოთ 10 წლის მერე დავილაპარაკეთ. კაი, წავედით შემდეგზე. ისევ ამ თემაზე ვიტრიალებთ, ამიტომ ხშირად ნაკლები აქცენტი კეთდება დამსაქმებლების ხშირა გარეწარი კაცი. დამსაქმებლების პრობლემას და ყოველთვის დასაქმებულებს ვაძლევთ საუბრის საშუალებას. ხო და აჰა ბურთი და მოედანი. რა გაწუხებთ შრომის ბაზარზე?
მე მახსოვს ერთხელ შენ მითხარი კაცო სულ ამ დასაქმებულებს რო აწუწუნებ და ალაპარაკებთ ერთხელ ჩვენს გვალაპარაკებთ და ჩვენო მსმენელებო და მაყურებლებო დადგება დრო როცა გადახვალთ დამსაქმებლის პოზიციაში და მეც და კეთოს მთელი ცხოვრება დღესაც კი დასაქმებულები ვიყავთ პირველი როცა დამსაქმებლის ამპლუაში გადმოვიდეს ეს იყო კაცი აბსოლუტურად სხვანაირად უყურებ ყველაფერს უყურებ სხვანაირად აი 1-დან 10-ის ჩათვლით ყველაფერი არის სხვანაირად როცა აქეთ ხარ და საერთოდ ის გამოთქვა რომ მედალს ორი მხარე აქვს აი აქ ხედავ მაგას ყველაზე მკაფიოდ იმიტომ რომ მე შვებულებას კი აღარ ითხოვ შვებულებას გასცემ და შენ რო ამბობდი რომ 10 დღე შვებულება რა გახდა კაცო როცა შენი ბიზნესი გახდა ერთი დასაქმებული იყოს ის რომ 10 დღით უნდა წავიდე ახლა მე და შენ რო ხვდები რომ ეს რო წავიდეს ახლა რა ვქნა მე მე სხვანაირად ხედავ მაგას მიხვდი მაგრამ ეგ ადამიანის უფლება აშრომის კოდექსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა აქ ვინმეს არ ეგონოს რომ არ გინდა რომ იცე ეგრე არ გაიგო მე უბრალოდ სხვანაირად აღიქვა სხვანაირად ტკივა სხვანაირ რაღაცებს ხედავ მიხვდი რაზეც მანამდე შეიძლება გიფიქრე მაგრამ ვერ დაინახავ შენ რაც არ უნდა იმსჯელო მედალის იქით საპირისპირო მხარეს შენ თუ იქით არ გადახვედე იქიდან არ შეხედე ფიზიკურად ვერ დაინახავ მაგას რა და მე პრაქტიკაში დღესაც კი აი 6 წელი გადის გავიდა 6 წელი 6 წელი გავიდა 6 წელი გავიდა ნოემბრის 30 რიცხვში 6 წლის განმავლობაში დღესაც კი ახალ რაღაცებს აწყდები მართვაში რა და მე ხვდები რომ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებდი შენ თუ დასაქმებული თან დასაქმებული არ დაგავიძე და არაგერიოთ მენეჯერულ პოზიციებში ნო სადმე დირექტორი ვარ არა იმიტომ რომ სადმე დირექტორი ხარ და სადმე მენეჯერი ხარ იქ შენი ფულით არ იხდე ხელფას ეგ მან ძალიან დიდი სხვაობა შენ როცა შენი ჯიბიდან ამოიღებ და ხელფას მისცემ აი მაგ სტანდარტზე ვლაპარაკობთ ახლა მე და შენ. და არა ის რომ მაგალითად მე რომელიღაცა დიდი კორპორაციის CEO ვარ. კი, შენია ყველა დასაქმებული, შენი მართვის ქვეშ არის, მაგრამ შენ არ უხდი შენი ჯიბიდან ფულს. აი ეს არის განსაზღვრელი აი ყველაფრის. 10 ლარი რო 10 ლარია, იმასაც კი როცა ჯიბიდან იღებ სხვა სტანდარტს აწესებ მანდ. იმიტომ რომ შენიც რო ეს 10 ლარი შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ სხვას აძლევ. ოღონდ არ გენანება კაცო. უბრალოდ როცა შენსას აძლევ. გახსოვს შენ სახარებიდან პასაჟი. მართლა, გახსოვს მოწყალების მთხოვნელი, უბრალოდ ქალი, რომელიც შესაწყისში იმას აგდებს, რაც თავისი იყო. იმისთვის, იმან უფრო მეტი გაიღო, ვიდრე სხვა. ეხლა უბრალოდ ალეგორიულად ეგრო ბიზნესში გადმოიტანო. იმ ისევე ღირებულია, რაც გაქვს იმის გაცემა. ვიდრე რაც შენი არ არიან ზედმეტია, იმას ადვილად გასცემ. აი რაც შენია, იმას როცა გასცემ, იქ სხვანაირი ხარ. ცუდი და კარგი არა, უბრალოდ სხვანაირი ხარ რა და სხვანაირად აზროვნებ. აქ ვიღაც არ ეგონოს რომ ჩვენ იმ ძალიან ბევრ და სამწუხარო ფაქტს რომელიც ზოგადად ხდება საქართველოს შრომის ბაზარზე მაგასთან ვაპრავებთ არა. ეგ მაგაში არაერიოს არავის. რა თქმა უნდა ეგ საერთოდ სხვა თემა არის. კიდევ ერთხელ ვამბობ. ჩემი და კეთოს ღირებულება ყოველთვის იყო დასაქმებულებთან მიმართებით რომ მთელი ცხოვრება რახან დასაქმებულები ვიყავით ჩვენ თვითონ ჩვენ კარგად ვიცით აქეთ ხარ ეს რა არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო რომ ისე მოვექცეთ მათ როგორც ჩვენ გვინდოდა ყოველთვის რომ ჩვენ მოგცეოდა ჩვენი დამსაქმებელი და ეგრე ვაკეთებ დღესაც არ ვიცი ანუ ყველა ჩემი აზრით ყველაზე რბილი დამოკიდებულება გვაქვს და სხვა შორის იგრძნობა მე მინახავს და ვადასტურებ მაგას იგრძნობა ყოველთვის თანამშრომლებიდან რაც ჩვენი თანამშრომლები არიან ჩვენი მეგობრები გუნდსფელავთ ერთად ვსვავთ და ერთად თამაშობთ და დაბადების დღეს ერთად აღნიშნავთ და მაგრამ მაგას ერთი მაგრამ აქვს კიდე შესაბამისად მე რაღაცა რო ისე ვერ ხდება როგორც უნდა ხდებოდეს მე ტკენაც გუნდით ტკენაც უფრო მაღალია ყოველთვის მაგრამ არსი ეგ არის რომ შენ ადამიანად უნდა დარჩე დასაქმებული ხარ საბოლოო ჯამში მაგას მნიშვნელობა არ აქვს შენ თუ ბაზისურ ურთიერთობებში ნამდვილი ხარ გინდა დასაქმებული გინდა დამსაქმებელი შენი ურთიერთობა ნამდვილია და კარგია ეს არის თავარი ამომავალი წერტი შენ ადამიანის ღირსებაზე მაღლა არ დგას არაფერი რა ის შენი დასაქმებული თუ დამსაქმებელი შენ როცა დამსაქმებელი ხარ რეალურად იმაზე დაბლად გახარ დასაქმებულზე დაბლად კარგი მენეჯერი ჩემი აზრით არის ის ვინც
ზემოდან არ უყურებს დასაქმებულს, ეგ არ არის კარგი მენეჯერი. ვინც ყვირის ის არ არის ჩემთვის კარგი მენეჯერი. ვინც საუბროს თავდაბალია და მეგობრულია დღეს თუ მე და კეთოს რამით თანამშრომლები გვითვალისწინებენ და ძალიან გვითვალისწინებენ ყოველთვის. ჩემი აზრით ეს მხოლოდ იმის დამსახურება, რომ მე და კეთო ზუსტად ისეთები ვართ, მათთან როგორებიც ვართ შენთან და მეგობრებთან. და მეგობრები ერთმანეთს ხო ვითვალისწინებთ, ესევე ვითვალისწინებთ იქაც ერთმანეთს დამსახურებლებს და ხანდახან გვავიწყდება, რომ ეს იერარქია ჩვენ შორის არსებობს და ალბათ ეს კარგია რა. სხვანაირად არ ვიცი, შეიძლება იმ ლიტერატურაში სხვანაირად წერია, მაგრამ მე პრაქტიკულად მე მაგას გეუბნები, რომ ინტუიციურად თუ ინტუიტიურად როგორც არის სწორად, ეგრე მიდიხარ ზუსტად, რომ დღეს არსებობს რაღაცა 5 level leadership რაღაცა, რომელიც ზუსტად მაგას განიხილავს, რომ ლიდერი არსებობს. დაჟე მენეჯერიც აღარ არის ლიდერი ქვია, რომელიც თუ ვიმარჯვებთ თანამშრომლების დამსახურება, თუ რაღაცაზე დავმარცხდით, ჩემი ბრალია როგორც ლიდერის, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და აი ეგეთი დამოკიდებულებებით, გაცილებით გვეუბნებიან ეს ადამიანები, უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე ესე მუშტის მაგიდაზე დარტყმით და ასე შემდეგ, რომელიც წარსულია რაღაც კუთხით. მე მგონია რომ თუ მუშტს მაგიდაზე ურტყავ და ყირი და ჩხუბობ, შენ ესე იგი სათქმოს სხვანაირად ვერ ამბობ, სწორად ვერ ამბობ. თორე არ არსებობს ახლა რა ვიცი რა. კაი, მაშინ სამი რაღაცა პრობლემა ვთქვათ, რომელიც გაწუხებს როგორც დამსაქმებელს. მე გეტყვი. პირველი პრობლემა, რაც ვთქვი, რომ არასოდეს ყველა თანამშრომელთან მაგას ვამბობ ხოლმე. არასოდეს კონფლიქტში არ შევსულვარ თანამშრომელთან. არასოდეს და რატო? იმიტომ რომ უბრალოდ ან ერთ ლიანდაგზე ვდგავართ ან არა. თუ ვატყობ რომ არ ვდგავართ, უბრალოდ ვეხსნებით ერთმანეთს. ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. შესაბამისად, ყველაზე მეტად ვტკივა თუ უკან იგივეს ვერ ვიღებ. ყველაფერს ვცდილობ რომ გავცე. ყველაფერს მინდა რომ კომფორტულად იყოს. არ ვიცი, აი ძალიან ბაზისურებზე ვწავდე. ადრე უნდა წასვლა თუ შეიძლება აგვიანდება, შეიძლება ყველაფერში შევდივართ გაგებით რა. ადამიანები ვართ. მაგრამ მე რომ მჭირდება თუ იგივეს ვერ ვიღებ, მე ძალიან მტკივა გული. და ეგეთი საბედნიეროდ ბევრი არ არის. მაგრამ ეგ პრობლემა სულ მეშინია რა. მეორე პრობლემა, აქაც კეთო სიტყვები უნდა მოვიშველებო, კეთო რო დაჟდები. კეთო რო ჯავანაცლო თუ შეიძლება. შემდეგ კეთო. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები და ძალიან დავაფასე ეს გამოთქმაც, რომ ადამიანებს ყოველთვის გვიყვარს ჩვენს უფლებებზე ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ცოტას ნახავ ვინც თავის ვალდებულებებზე ლაპარაკობს. სულ ვითხოვთ რაღაცას, მაგრამ არასოდეს არ ვჩხუბობთ ჩვენს ვალდებულებას. მამუშავეთ. გინახავს ვინმე ეჩხუბოს მაგაზე. მამუშავეთ, არ წავალ ადრე, ბოლომდე მინდა რომ ვიმუშაო. გინახავს ვინმე. ვერ ნახავ ბუნებაში ეგეც. მაგრამ ადრე გამიშვით, ჩემი უფლება აშვებულება, ჩემი უფლება რაღაცა მე თვალას მithოვია ეგ, ხო? მე ვიცი ჩემი უფლებები როგორც დასაქმებულის, მაგრამ მე მაწუხებს ის რომ დღეს დასაქმებულები ცოტა სხვანაირები აღმოჩნდნენ, ახალი თაობა. მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც გონებაში ყოველთვის ედო რომ მუშაობა, მოძრაობა და ქმედება არის ის, რაც ადამიანად გაყალიბებს, მათ შორის კარიერაში, თავისი ღამისთენებებით, თავისი, არ ვიცი, ნერვიულობებით, სტრესებით, უძილოღამეებით, არ ვიცი, და ხოც გადმოვარდნილი თვალებით. დღეს ძირითადად სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ შეხვდები დღეს მაგაზე აპელირება სხვათა შორის, რომ მე უნდა მოვიდე 9-ზე და წავიდე 6-ზე, აღარაფერი ამის იქით არ არსებობს. ეგ მაწუხებს რომ ადამიანებს საქმის კეთება გვექცა ფორმალობად და არა საქმის კეთების სიყვარულად, რომ მე დროს კი არ ვუყურებ. სხვა შორის იმას ჰქონდა გოგი ჩეშვილს ჰქონდა ერთხელ სპიჩი ეგ რომ თქვენ რომ ნახოთ რაღაც მე მგონი საჯარო სექტორზე ჰქონდა ერთ-ერთზე ეგ რომ 6 საათზეო საცობი იქნება რომ გადახარ ხალხი გაქცევაზე შენ თუ ეგეთ სამსახურში მუშაობ იქ ჩემი აზრით არ უნდა იმუშაო რა თუ შენს ესე გესახება ბედნიერების ხარისხზე ოღონდ აქ ვსაუბრობთ მაშინ როდესაც შენ როგორც დამსაქმებელი მაქსიმალურად ცდილობ რომ ყველანაირი გარემო შეუქმნა ადამიანს უხაროდეს ხა თუ საშინელებაში ტოქსიკური გამოქცევაზე კი არა რა ვიცი მე საერთოდ მისვლა შეიძლება არ გინდოს მაგრამ მე რას ვამბობ თქვა რისი თქმა მინდა რომ თანამედროვეობაში მე მაწუხებს ის რომ ადამიანებთან ჭირს არაფორმალურად საუბარი სამსახურში და ყველაფერი დადის ფორმალობამდე ყველა გადაცილებული წუთის თვა რაც რა თქმა უნდა დაწერილა და კანონით ეგრეთ უნდა იყოს მაგრამ მეორე მხრივ მგონია რომ ფორმალობების მიღმა არსებობს რაღაცეები რასაც საქმეში არსებითი მნიშვნელობა აქვს რა არ იმ დროს ხოშოს გუშინ შემხვდა ესეთი რილზი რა რომ მილენიალები როგორ მუშაობენ და ჯენზი როგორ მუშაობს რა თქმა უნდა არც ერთს ვაკინებ არც მეორეს მაგრამ ძალიან სასაცილო იყო რომ მილენიალი როცა დილის 6 საათზე წავიდა სამსახურიდან და 9-ზე ისევ
ძალიან ესემი და ხოძე ვითომ აი არც არაფერი ყავით ხელში და ამ დროს რაღაცა ჯენზის კადრი იყო შესვენება რომ მოდის და იმ მკვდარი რო არის რომ აღარ უნდა მოშვა. და ამაზე ვიცინე ძალიან. და ზოგადად ადამიანები ხო ესეთები ვართ, რასაც გასცემ სადღაც ქვეცნობიერში თუ ზეცნობიერში ელოდები რომ იმავეს მიიღებ და როცა რაღაცებში ცდილობ რომ კარგი იყო და უკან იმავეს ვერ იღებ, მე რეკტკივა. აი ეს არის ცოტა მე ამით თავს კი არ ვიქებ. იმას კი არ ვამტყუარი, ის ფორმალურად სწორია გასო. ის ფორმალურად სწორია, ეს არასამუშაო საათია ეხა. შენ რაც არ უნდა თქვა იმ კანონით რომ დაგიამ, მაგრამ ჩვენი ხასიათი ესეთი რომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ იურისტი ვარ, კანონით საუბარი ჩემი მეთოდი არ არის. თორე კანონით საუბარი მე რო ვიცი ეგეთი უნდა. მაგრამ არ მიყვარს მე მგონია რომ ეგ სასაუბრო ენა ძალიან ფორმალურია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ არაფორმალური იყოს ყველაფერი რაჭი მაგრამ კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა მესმის ავიღო კი არ გაგვექცეს არა დრო არ გაგვექცო უბრალოდ მინდოდა რომ ამოგეხო და გეთქვა ყველაფერი როგორც დამსაქმებელს ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რომელსაც ახლიდან რომ აკეთებდე პაცას არ დაუშვებდი ჩაგაფიქრე? გლდანს არ გავხსნით. არა, გლდანს გავხსნით. სწორედ გლდანზე ახლა მე თქვი რომ გლდანი რომ გავხსენი მესამე ფილიალი მე დავკეტე და ზუსტად მაგიტომ რომ მივხვდით რომ კონტროლი გაგვექცა. ვეღარ მოვერიეთ. ეგ ძალიან კაი გაკვეთილი იყო და ჩვენ გონებას უთხარით რომ მოდი გაკვეთილში გადახდეთ ფულად ჩავთვალოთ ეგ და მართლა ეგრეც იყო ობიექტურად. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა რასაც არ ხო არა, არც მაგას შეგეთავაზე, იმიტომ რომ ეგეც გამოცდილება. აი, ძალიან აპარტაუნულად შეიძლება გამომივიდეს ეხა რასაც ვიტყვი რა. ძალიან აპარტაუნულად შეიძლება გამომივიდეს ეხა რასაც ვიტყვი და არ გამიბრაზდეთ. თუმცა შენ ხო გინდა რომ გულწრფელი ვიყო. რა თქმა უნდა. მე მგონია რომ ეგეთი შეცდომა არ დაგვიშვია. ანუ ზუსტად ისე გააკეთეთ. პატარა შეცდომები ბევრი დაგვიშვია ალბათ, მაგრამ ეგეთი შეცდომა ეხა რო გადავახვიო, ბევრჯერ უკითხავთ ეგ ხო იცი? ეხა ახლიდან ვიზავდი ყველაფერს, როგორც ქენი ყველაფერს ისე ვიზავდი ეხლაც. იმიტომ რომ ალბათ ეგეთი შეცდომა ჯერ არ დაგვიშვია რომ მე თქვას რომ ეს რატო გავაკეთე. ბევრი ტკივილი მქონდა, ბევრი მიფიქრა რომ ალბათ რაღაცა ჯობდა ისე გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი აზრით მე და კეთოს ამ ბიზნესის კეთებაში ისეთი შეცდომა არ დაგვიშვია რომელსაც ისე უნანო რომ ეხლა რომ დამაბრუნო უკან შევცვლილი. არა რა. შეიძლება ბევრი გვიფიქრა რომ ბევრი არასწორ ადამიანთან დაგვიჭერე ურთიერთობა და არასწორად ვენდეთ, რაღაცა ეგეთები, მაგრამ რო დამაბრუნო ისე ვენდობ. იმიტომ რომ იმ ადამიანებთანაც კი ბევრი საინტერესო რამ იყო, ბევრი კარგად გასახსენებელიც და ბევრი კარგი გამოცდილებაც. ეხლა კეთო კარნახობდა რომ ჩვენით რო ღუმელებს ვაშენებთ, სანამ პროფესიონალ ღუმელებს ჩამოვიტანეთ იტალიიდან, ჩვენით ვაშენებთ რაღაც ეტაპზე ღუმელებს და იგი იყო ყველაზე რთული ეპიზოდია. მართლა ეგრე იყო, მაგრამ მაგანაც კი ძალიან დიდი გამოცდილება მოგცა რა. არაფერს არ შევცვლი. რაღაცას გეტყვი და აბა ეს თუ რამეს შეგიცვლის NVIDIA კი იცი? კი რა თქმა უნდა. მაგისმა დამფუძნებელმა, რომელიც 24 წელია თუ რაც მაგას აკეთებს და მანამდე მე მგონი ჭურჭლის მრეცხავი იყო თუ რაღაც. ვეტყოდი თუ არა რომ სომხეთის მაგრა ჩვენთან გაიხსნა კი? კი, მაგას მეც ვეტყოდი რა გახსნას ის დატა ცენტრი. ეგეთ რაღაც თქვა რომ მე რომ ცოდნოდაო მაგრამ ის საერთოდ სხვა სფერო არის, მაგრამ მაინც მე რომ ცოდნოდა რომ ესეთი რთული იქნებოდა ამ კორპორაციის აქამდე მოყვანა, მე ალბათ ამას არ დავიწყებდი თავიდანო. ოღონდ ამას საუბრობს ადამიანი, რომლის ქონებაც რავი რამდენი მილიარდია, ალბათ 100 რაღაც მილიარდამდე, ძალიან ბევრი ადამიანი რა მესმის. ეხლა მე გეტყვი. ორი ლარი. ეხლა მე გეტყვი. იზავდი, მაინც? ეხლა მე გეტყვი. მაგა ეგ კითხვა მე და კეთოს ერთმანეთისთვის აი ესე თვალში გაყრილი დაგვისვამს. და რატო? იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა რომ პირდაპირ მნიშვნელობით გვიტირია სიმწრისგან. მართლა. შეცდომის გამო კი არა. სულ ამბობ ხოლმე ყველა ეპიზოდში და ამას ანონსში გავიტან. მართლა გვიტირია სიმწრისგან და აი ვამბობდით რომ აი ეხლა აი უბრალოდ ყველაფერი დაყარე და წადი რა. მაგრამ ჩემთვის დილა არის ყველაზე საოცარი ნაწილი და მონაკვეთი დღის. როგორც როცა ახალი დღე თენდება, გამოიძინებ და ისვენებ გონება ცოტა განიტვირთება და ახლიდან აფასებ რაღაცებს. გვიფიქრია რომ იმდენ ტკივილად ღირდა ეს ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანებს მოუყენებიათ აქ, ან შეიძლება მომხმარებელს განგვიგრძნო. ღირდა.
ღირდა იმიტომ რომ ამ 6 წლის განმავლობაში რაც ეხლა პაცა არსებობს ლეონ ვერ წარმოიდგენ რამდენი საოცარი მომენტი მოუწია პაცას ჩვენთვის რამდენჯერ გვითქვამს ერთმანეთისთვის რომ მადლობა რომ პაცა არსებობს მადლობა რომ პაცა რამდენ ადამიანს უთქვამს ჩვენთვის რომ მადლობა რომ პაცა შექმნით აბსოლუტურად უცხო ადამიანს უთქვამს რომ მადლობა რომ თბილისში პაცა იჭმევა შენ აი შეიძლება ეგრე გამწარდით რამდენჯერმე მაგრამ ეგრე გავიხარეთ 1000-ჯერ როცა გეამაყება რომ პაცა შენია და სასხო ყველაფერს საბოლოო ჯამში ცხოვრებაში სასწორზედებ რა ცუცას და კარგსას და ესეა დღეს კარგი სასარგებლო და რა თქმა უნდა შევტრიალდებოდი უკან მოდი ისე გამოგვივიდა რომ ბევრ რაღაც გამოწვევაზე და სირთულეზე ვისაუბრეთ რაც აბსოლუტურად სწორი ადამიანი მზად უნდა იყოს მაგ ყველაფრისთვის მაგრამ მოდი დადებითზე ვილაპარაკოთ 1-2 წუთით იმიტომ რომ მაგალითად ხო შეიძლება რაღაცა კარგი არა ძალიან ბევრი კარგი თქვი კაცო ხუმრობ უბრალოდ მაინც მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს დღეს რომ მე მინდა მაგალითად რაღაცა კოფი შოპის გახსნა იმიტომ რომ ყავა მიყვარს ძალიან და ასე შემდეგ ხო ჩემი ოცნებაა და იმედია მაგას ახლო მომავალში ძალიან ავისრულებ პირდაპირ ვიტყვი რავი შენი და ქეთოს დამსახურებაა რომლებსაც გიცნობთ ესეთი ახლოდან და ვიცი თქვენი დამოკიდებულებები და პლუსების და მინუსების პირადი ბიზნესის მაგრამ თქვენი დამსახურებაა ხო მაგრამ მოდი რამდენიმე რაღაცა დადებით ასპექტს ჩამოვთვლი საკუთარი ბიზნესის ფლობის და შენ ან დამეთანხმე ან გააქარწყლე ან ასე შემდეგ მანამდე ერთ წუთი მითხარი აი ეს შენი დალი თუ გინდა გააგზელე პირველი შეიძლება გათენდეს ისეთი დღე, როდესაც კი შენ თქვი რომ ყოველი ახალი დღე მიხარიო და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ აი არ იყო უბრალოდ ისეთ ხასიათზე რაღაცა სხვა პრობლემა გქონდეს და შეგიძლია რომ იმ კონკრეტულ დღეს არ წახვიდე სამსახურში. ეს ერთი. მე რაღაცებს ჩამოთვლი და იმახსოვრე და მითხარი რამდენად სწორია. არ არსებობს პოტენციურად ზედაზღვარი შემოსავლის, რომელიც შენ შეიძლება დააგენერირო, რაც ხელფასზე ბონუსზე არსებობს, კონკრეტული X თანხა შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ხარ პირადი ბიზნესის მფლობელი, რამდენსაც გაყიდი, ღმერთმა გაგიმარჯოს, ერთი ეგა, მაგალითად 800 პიცას დღეში. 800 პიცას დღეში, იმედია ესე იქნება მალე. და მესამე აი ეს ერთ დღიანი რაღაც კონკრეტული შეიძლება გადაიქცეს ერთ კვირიან მოგზაურობად და შენ შეიძლება თქვა რომ მოდი ზუკა მოდი მოგვიტანე ო ჯიგარი აბა ეს ხო ვერ დაიბრუნე შენ ჭიქა მომეცია რა ვქ დიდი მადლობა და ეს ერთ დღიანი რაღაცა კონკრეტული დღე შეიძლება გადაიქცეს ერთ კვირად და მეგობრებს უთხრა რომ წამო რა სადმე რომში ან სადმე ევროპის კარგ ქალაქში წავიდეთ, ერთი კვირა დავისვენოთ და ამისთვის შენს არავის არ უნდა სთხოვო. მე აბსოლუტურად მივხვდი პატოს სამი. თუმცა მეორე მხარე შეიძლება შაბათ-კვირა არ გქონდეს 24 შვიდზე მუშაობდე, მაგრამ რავი, ერთ დღეს არ მოგინდეს და არ წახვიდე სამსახურში და მე ან რაც ერთ კვირიანი პაესტგა მოარტყა სადმე. აი ეს ყველაფერი მე რაც ვილაპარაკე, რამდენად მართალია. აბსოლუტურად და გეტყვი ახლა რა. მე გავახსენდა ძალიან სასაცილო кейსი. პაცა გახსნილი 1 წელია, ხო? 1 წლის თავია დაახლოებით. აი ზენიტში ვართ, რომ მთელი, რა ვიცი, ჩვენი სამეგობრო მთელი ვაკე პირველი ფილიალი ვაკეში იყო და ყველა ლაპარაკობს, აი პაცაა და აი ისე ვართ რა და პირველი დღეა რომ გადავწყვიტეთ მე და ქეთომ რომ მოდი ქალაქგარეთ გავიდით, ცოტა ხანი დავისვენოთ და გავედით. დავსხედით. ღვინო დავისხი ჭიქაში და თანამშრომელი მე გავს ცეცხლი გაჩნდაო. ერთხელ გავედი. ცეცხლი გაჩნდა ფილიალში მაშინ. რაღაცას ბევრი არაფერი გადავჭით, მაგრამ რისი თქმა მინდა. რა სხვაობაა და რა პლუსები და მინუსები აქვს, როცა ხარ დასაქმებული და როცა გაქვს შენი ბიზნესი. მე როცა დასაქმებული ვიყავი, ვიცოდი რომ მივდიოდი 10-ზე, მოვდიოდი 6-ზე, შაბათ-კვირა ვისვენებდი, შვებულება მქონდა 24 სამუშაო დღე და ხელფას ვიღებდი ყოველი თვის ბოლოს. როცა ბიზნესი გაქვს, დედა გაქვს. ეხა გეტყვი, როცა ბიზნესი გაქვს, გავიტანო ესეც ანონსში. კი. როცა ბიზნესი გაქვს, შენთვის არ არსებობს არც შაბათი, არც კვირა, არც დღე, არც ღამე. ღამის 3 საათზე დაგირეკავს თანამშრომელი და გეტყვის რომ კარები ჩაგვეკეტა რესტორანში და მთელი რესტორანი თანამშრომლებიან, სტუმრებიანა ჩავიკეტეთო. ღამის 3 საათზე და მე ღამის 3 საათზე ჩაძინებული ცოტა ნასვამი
ჰამაკში მეგობართან რომ ჩამეძინათ ერთ საათში როგორ აღმოდი ბარგალკითხილში კარებთან რომ ჭრიდი რომ სტუმრები გამომეშვა გარეთ თან მაშინ როცა გავრილოვის ღამის აქცია იყო და პოლიცია დამადგა თავზე რომ ეგონათ რომ რაღაცას კანცელარიის წინ ვართ ანუ საერთოდ რაში აღმოჩნდი აი როცა დასაქმებული ხარ ეგ რაღაცები არ ხდება ამავე დროს შენ რომ იცი ძვირფასო ლევან დღეს რომ მუშაობდა თვის ბოლოს ხელფასი უეჭველად ჩაგერეთ ხომ მის თუმეტეს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტში როგორ შენ მუშაობ აქ ეგ არასდროს არ იცი. შენ თმის არ იყოს ზედაზღვარი რო არის, არც ქვედაზღვარი არ იცი. შენ შეიძლება თვის ბოლოს შენი ბიზნესი, ნებისმიერი ბიზნესი, რა ვიცი, კრიპტო ბიზნესი შეიძლება თვის ბოლოს სახლი იყიდო, მაგრამ მეორე თვის ბოლოს ის სახლი გასაყიდი გაგიხდეს. იმიტომ რომ მით უმეტეს საქართველოში სიგიჟეა, ეგეთ არა პროგნოზირება და არასტაბილურ ქვეყანაში როცა ცხოვრ და ბიზნესს აკეთებ, ვერაფერზე გათვლას ვერ აკეთებ. თუმცა ამას დადებითი რა თქმა უნდა ის აქვს, რომ შეიძლება მე შენ გითხრა ლევან, დღეს რომ მოდი ხვალ შენ შვებულება აიღე, მეც ჩემი თავისგან შვებულებას ავიღებ და მოდი 2 დღე წავიდე ცალკე. რა თქმა უნდა ეს აქვს, მაგრამ იცოდე რომ ამაში შენ იხდი რეალურად რა. იმიტომ რომ შენ რო ერთი კვირა ბრჭყალებში პაესტკაში მიდიხარ და რომში გინდა რომ კოლიზეუმთან პასტა ჭამო ამის შესაძლებლობა ფინანსურად დროის შეიძლება კონდეს, მაგრამ შენ ამას აუცილებლად გადაიხდი მე. მან რა კონტრარგუმენტი გაქიცი, რომ აქაც ვიხდი ფას, მიგროვდება საქმე ერთი კვირა, ეგრე არ არის მთლად უფასოდ რომ წახვიდე. მე ახლა გახსოვს რას გეუბნებოდი მაშინ. გახსოვს რას გეუბნებოდი მან კონტრარგუმენტად იცი რა შეიძლება გამოვასო. შენ ის საქმე გიგროვდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ხვის საქმეს აკეთებ. და აქ შენ რაც გიგროვდება, შენ თუ არ გაკეთე სიკვდილ სიცოცხლეს შენივე საქმეს, რომ ისევ შენი საქმე გიგროვდება. შენ გულისხმობ რომ დამსაქმებლის ცხოვრების და ფინანსების პირდაპირ ხაზზე გადის. შენ იქ თეორიულად მაინც ეგრე მიხვდი, ანუ შენ ნიუ-იორკში სხვათა შორის ეხლა წელს პირველად ნიუ-იორკში ჩავედი, იცი რა მითხრეს იქ. ეგ ვკითხე, როდის ისვენებთ მეთქი და აქ როგორ ვისვენებთო, იცი, ნიუ-იორკში. იმდენად ძვირია იქ ცხოვრება ყველასთვის. მოქალაქისთვისაც, არა ლეგალისტვისაც, არალეგალ ყველასთვის. ერთი დღე შეიძლება დაისვენო, მაგრამ ყოველთვის გაგონებაში ის რომ მეორე დღეს ის წინადღე ამოსაღები გაქვს. ყველა ვარია, იმიტომ რომ ძვირია ცხოვრება. ჩვენთან ეგ მასშტაბი არ არის, მაგრამ როცა შენს ბიზნესს აკეთებ, რომელიც არ არის Nvidia, მიხვდი იმ მასშტაბზე არ ვაპარაკობ. სარესტორნო ბიზნესი. აბაიგენი მუშაობენ თუ მუშაობენ ის იძახი. მაგალითად არსებობს ეგეთი კონკრეტული მიდგომა, რომ რასაც აკეთებ 80 რაღაც დასაქმებული ადამიანები და მაღალი კოეფიციენტი ვისაც აქვს შრომის უნარის, ასე ვთქვათ, აი ბიზნესმენები, აი ილონ მასკის დონე რო ავიღოთ, 80% აკეთებენ საქმეს ფოკუსს და 20% არის ხოლმე ხმაური noise ესე ეძახიან რა. და ძალიან დიდი ტიპები, მაგალითად ილონ მასკი, იძახიან რომ ამას 100%-ით ფოკუსი აქვს. და ტიპი იძახის რომ 6 საათი მძინავს, ნუ ბევრი რაღაც მითოლოგიურად უყურებს ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ამას იძახის 6 საათი მძინავს, დანარჩენი მე ყველა საათი ვმუშაობ. აქ ეგ პლუსი. მაგრამ ხო შენი რაღაცისთვის მუშაობ, შენი რა თქმა უნდა, მაგრამ არასოდეს აი ერთ რამეს ვიტყვი და სხვა შორის ეს ჩემს ხო, მე მაგას აუცილებლად მოგიყვები. მე ერთ რამეს გეტყვი ძალიან საინტერესო, ორ რამეს გეტყვი. საინტერესოს მაგ თვალსაზრისით. პირველი როცა ჩემ ბიზნესს შევხედე როგორც სამსახურს, ეს იყო ძალიან გვიანი. როცა ბიზნესმა ცოტა შემოსავლის გენერირება დაიწყო და ცოტა ფული გაქვს, ცოტა რაღაცა გაქვს შენი რა, ხო, მაშინ გრძნობ თავს ცოტა ბიზნესმენად. არასოდეს ჩემი ბიზნესისთვის არ დამიძახებია სამსახური. და ერთ-ერთმა ერთადერთი მყავს, ჩემი ტატუ არტისტი და აქედან მოვიკითხავ საუკეთესო ტატუ არტისტს ჩემი ხედვით დავით იაკობიძე. ერთხელ დათომ მითხრა, თავისი ტატუ სტუდია აქვს რა. და მითხრა რომ ახალი წლების მერე რომ დაუბრუნდი სამსახურშიო. და მივხვდი რომ ტიპმა თავის საქმეს დაუძახა სამსახური და მივხვდი რომ მაშინ პირველად აღვიქვი რომ მე ეგ არასოდეს არ მეთქვა ჩემს ბიზნესზე. და ძალიან შემრცხვა მაგის. იმიტომ რომ ჩემი ბიზნესი მაგრას ბიზნეს რო იწყებ, აბა მაშინ იწყებ სამსახურს თუ იწყებ. იმიტომ რომ შენი თავის სამსახურშიც ხარ. დასაქმებულების ყველა სამსახურში მაშინ ხარ. და შენ როცა ვამბობთ რომ ერთი კვირა გაფუფუნება რომ შენი საქმეა სადაც გინდა წადი, ეგ არის რომ შენ რეალურად არ გეგონოს რომ მან შვებულებას არ იღებ.
პირიქით უფრო მძიმე შვებულებას იღებ რეალურად, იმიტომ რომ ის ერთი კვირა შენ რო ელონ მასკივით 100%-ით ფოკუსირებული ყოფილიყავი, იმ ერთ კვირაში შენ შეიძლება ისეთი გენერირება მოგეხდინა ფულის, რომელიც რეალურად შეიძლება დაანაკარგა, მაგრამ თუ იმ ეტაპზე ხარ ბიზნესის, როცა ხო იცი, როცა გძინავს მაშინაც ფულს აკეთებო, მაშინ ალბათ სხვანაირად მუშაობს, მაგრამ მე ჯერ ვერ მძინავს, იმიტომ რომ ღამსაზე მირეკავი რომ ჩაიგედნენ სადღაც. აი ეგრეა. ოკეი, კაი. ამოვიღო? წავიდეთ შემდეგისკენ. რამდენი დაგვრჩა? როგორი დამოკიდებულება გაქვს ბიზნეს ლიტერატურასთან თუ დახმარები ბიზნესის მართვაში? ჩემი ბიზნეს ლიტერატურა მიზის წინ, აგერ. ამის გამოიწერეთ ამის პირადი გვერდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები მართლა ძალიან მეხმარება შენი ისტორიები. მე გადავდივარ ხოლმე rills-ებზე, ბოლომდე ვუყურებ. სხვა შორის მეხმარება რა? მეხმარება TED Talk-ი, იმიტომ რომ TED Talks და უსმენ ხოლმე პირველად მეხმარება გარკვეული პოდკასტები სხვა შორის. ოღონდ ამას მე ხშირად ვერ უსმენ ხოლმე როცა ხანგრძლივ გზაზე ვარ. მაგრამ როგორც წინაზე გითხარ, დიდი სამონები წავიკითხავდი შენ რასაც გვირჩევ ხოლმე ლიტერატურაში რომ ეგ წავიკითხოთ. უბრალოდ მაგის ფუფუნება არ მაგ და გეტყვი თანამედროვეობის ერთ-ერთი საქმის კეთების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩემი აზრით რა არის რა. როცა უნივერსიტეტში ვიყავი და იურიდიულზე ვსწავლობდი, მაგისტრატურის ჩათვლით, ბაკალავრი ან მაგისტრატურიანად. ამ პერიოდის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურა არ წამეკითხავს. იმიტომ რომ თავს ვერ ვაძლევდი უფლებას წამეკითხა მხატვრული ლიტერატურა, იმიტომ რომ იურიდიული ლიტერატურა თავზე მიყარა. მთელი ბიბლიოთეკა რო წინ გაქვს იურიდიული ლიტერატურა და შენ მხატვრულს ირჩევ, ჩემი მაშინ სულ მქონდა განცდა რომ შეცდომას უშვებ. ამდენი მაგ პროფესიის წასაკითხი. რა დროს კაცი რომელიც იცინის არის. როცა მაგ წასაკითხი რაღაც. ამასიც ეხა იმ კულინარიაში, ეხა რო ნახო, ბოლოს რა წიგნებს ყიდულობ. მარტო კულინარიულია და საბჭოთა წარსულის გააზრების. იმიტომ რომ ერთი არის რაც საქმეში მჭირდება და მეორე არის რაც ცხოვრებაში მჭირდება. სხვა ვერაფერს არ გონია რომ ბიზნეს ლიტერატურა სხვა რამე არის. არ არის სხვა რამე, დრო ადგილი აღარ მოხდის. შენ რეალურად კითხულობ უბრალოდ იმ ბიზნეს ლიტერატურას, რაც შენ საქმეში გჭირდება. იმ დღეს რომ მოვედი და რაღაცა ბიოქიმიას კითხულობდი, ეგ არის შენთვის ბიზნეს ლიტერატურა, არ არის აუცილებელი ეგ დაუძახო, მაინც და მაინც რაღაც მენეჯმენტზე ან ლიდერშიპ მოდელებზე. ანუ შენ გამოდის რომ კითხულობ უბრალოდ იმ კონკრეტულ სეგმენტებზე და იმ კონკრეტულ რაღაც მაჩვენებლებზე, რაც შენ გჭირდება და შენთვის. და ამას შეიძლება აბსოლუტურად შემთხვევით გადავაცდე ბიზნეს ლიტერატურას. აი ამ ძიებაში შეიძლება გადავაცდე ბიზნეს ლიტერატურას. ამიტომ ნახე შენ ვერ აღიქონ რომ ბიზნეს ლიტერატურას კითხულობ თორე სინამდვილეში კითხულობ. რა თქმა უნდა, მაგრამ ერთს გეტყვით რა, ერთი რამ დაზუსტებით ვიცი. რასაც არ უნდა კითხულობდეთ, რაც შეიძლება მეტი იკითხეთ. აუცილებლად ყველა წიგნში იპოვი რაღაცას, რაც ნუ ეხა ამაზე ნუ წავიკითხავთ რაღაცა. თუმცა ეგ დროის უქონლობა საერთოდ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კარგ ბიზნეს ლიტერატურის ავტორს აქვს თავისი პოდკასტი, ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს და Diary of CEO არის კიდევ ერთ სახელი გამახსენდა ამოვანათებ აქ, ბევრი არის ეგეთი რა. ეს არსებია ის და გეგონა ამას რო უსმე თავი დებილი მგონე. ჩამოწვის ამ წერილებს და არაფერი წაკითხული არ არის ეგრე, მართლა არ არის ეგრე, აი ზუსტად რაზეც ლაპარაკობდი შენ, აი ეგეთი ტიპები მოყავთ და ადამიანურ ენაზე როგორც მე ახლა შენ გელაპარაკები, ეგრე ალაპარაკებენ რა. არ არის, არ გეგონოს არ შეგეშინდეს. ზუსტად აი მაგ ბიზნეს ლიტერატურის გარშემო მითებს ვებრძვი და ვეუბნები ადამიანებს, რომ არა, მეგობრებო, ჩვეულებრივი ადამიანური ისტორიები აი იქ. ასე რომ პირიქით უსმინეთ რაც შეიძლება მე პოდკასტს. ნამდვილად და სხვა შორის დღეს თანამედროვეობაში კითხვა აღარ არის ერთ-ერთი გზა, კიდევ ვიმეორებ, აკადემიური გაგებით განათლების მიღების. შეიძლიათ უსმინოთ, უყუროთ, რა ვიცი, მაგალითად, სულ იმას ვამბობ, რომ Discovery-ს ერთი სეზონის ყურებით გაცილებით მეც გაიგებ ზღვებზე და ოკეანეებზე, ვიდრე საბჭოთა ენციკლოპედიების კითხვით. ეგრეა. დავაი, ბოლო კითხვა. ტრისთვის. რამდენად შესაძლებელია ისეთი ბიზნესის დაწყება, რომლის შიდა სამზარეულოც არ იცი და არ ქონია პირადად შეხება. ამაზე ხო გარკვეულწილად გავეცი პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს და გეტყვი. გეხვეწებით. არ დაიწყოთ კვების ინდუსტრიაში ბიზნესის კეთება, თუ კვების ინდუსტრია არ იცით და არ გესმით. და რატო არ უნდა დაიწყოთ? პირველი. ჯერ ეს ერთი ცოდო ხართ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, აკეთო ის საქმე, რომელიც არ იცი, გაგაწამებს. აი აღარაფერად აღარ გენდომება იმის კეთება, იმიტომ რომ მარტო პრობლემები გექნება. მარტო და ვერაფერს ვერ იცავ. და სხვა შორის რამაზ ჩხიკვაძეს ცნობილი ინტერვიუ რა დილეტანტიზმზე რო ლაპარაკობს, ზუსტად ერთ-ერთი არის ეგ. გაწამდები დილეტანტიზმით. მეორე ამ დილეტანტიზმით გააწამებთ მომხმარებელსაც ხალხო. თქვენ რომ გონიათ რომ შეიძლება გემრი შაურმა გავანადგურეთ ეს პროდუქტი. მართლა ვიღაცამ კარგად გააკეთა, მაგრამ
გახსოვს ჯერ კიდე მაშინ სიმღერაში საშაურმე ხო არ გაგვიხსნა როგორი აღქმა იყო რომ ფული შოვნა თუ გინდა შენ რომ ჩახვიდე ბერლინში დონერი ჭამო საუდის არაბეთში არაბული შაურმა ჭამო აუცილებლად გაგიჩნდება განცდა რომ ვაიმე რა გემრიელი რამე ყოფილა ეს და აქ შაურმას ხალხი არ ჭამს იმიტომ რომ ცხენია შაურმის ჭამის წარმოგიდგენია სტერეოტიპულად ხდება რომ გოგო ვარ ეხა მე როგორ დავდგე საშაურმის რიგში მაშინ როცა მაგას რომ მე რაპი დავაწერო შეჭამს იმიტომ რომ ეს იცი რა მქნა არასწორად გაკეთებულმა ბიზნესმა ყველამ გადაწყვიტა რომ საშაურმე გაიხსნა ყველა კუთხეში საშაურმე იხსნებოდა ნულოვანი კონტროლით ზოგი სადაკეთებდა საჭმელს მარტო საშაურმეს კი არ ეხება კაცო ეს რა თქმა უნდა ეს მაგალითად მომყავს რა ბიზნესის არასწორად კეთებამ და არ ცოდნამ პროდუქტსაც გაუფუჭა სახელი და პაცას რა მუშველა თავის დროზე რო გავხსენეთ პაცა ნორმალურ პიცას ვერ შეჭამდე თბილისში მაშინ ფიზიკურად ყველა ერთნაირად აკეთებდა პიცას შენ იცი რომ ერთ-ერთი თანამშრომელი რომელიც მოვიყვანეთ გასაუბრებაზე თქვა რომ უთხარით რომ ჩვენი ცომი გვაქვს და აბა მოდი რომ მეო ჩემ ცომს გავაკეთებო რა სამ სხვადასხვა პიცერიაში ვმუშაობ და სულ ყველას ჩემ ცომს უკეთებ და ეხლა წარმოვიდგინე რომ სამი ტიპი აკეთებს ბიზნესს წარმოვიდგინე სხვადასხვა ტიპის სამ სხვადასხვა ტიპის პიცერია და სამივესთან ერთი ტიპი დადის და ის უკეთებს ცომს არანაირი განმასხვავებელი არა აქ უბრალოდ ის პიცას იმიტომ აკეთებს რომ ფული იშოვოს იმას პიცა არ უყვარს იმენ არ და მე როგორც მესმის ნუ პიცაში ცომი ერთ-ერთი მთავარი რაღაცაა ხო მაგრამ იქიდან ამოვდივარ რომ შენ თუ ამ საჭმლის კეთება არ იცი და არ გესმის გაწვალდები მიხვდი იმიტომ რომ მე და კეთოსთვის ეხა პაცა რა არის ცომში რაღაცა ვერ არის კარგად რა ვშვებით მე და კეთო მივდივართ და ვერთვებით საქმეში რომ პრობლემას მივწვდეთ და გამოვასწოროთ შენ თუ ეს არ იცი ამას ვერ იზამ ჩვენმა მეგობარმა სხვა შორის საერთოდ ეხა სახას დაგვარს არ დავასახელებ სუშის ბარი გახსნა და აიყვანა ადამიანი რომელმაც სუშის მენიუ გაუკეთა რეცეპტურა გაუკეთა რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და ორ თვეში ეს ადამიანი წავიდა იქიდან და წაიღო თავისი რეცეპტები და ყველაფერი ამან დაკეტა ბიზნესი იმიტომ რომ აღარ იცოდა როგორ გაეგრძელებინა იმიტომ რომ რეალურად ამან კვების ბიზნესი კი არ დაიწყო მაგრამ просто ფული ჩადო და ვიღაცა ტიპი მოიყვანა ვინც სუშის გეთება იცოდა არ დაიწყოთ საქმე არც ერთი საქმე ესე არ დაიწყოთ თუ ამ საქმის არსი არ იცით იწვალებთ და მომხმარებელსაც გაანაწყენებთ და გააწვალებთ პროდუქტსაც გაუფუჭებთ სახელს და თქვენ თვითონაც საბოლოო ჯამში კრახი დასრულებთ დიდი ალბათ და ეგ შენ უშუალოდ სწავლაზე გაქვს თუ შენ პიცერიაში არ გაქვს მაგალითად ნამუშევარი არ დაიწყო ანუ შეიძლება რომ მე მაგალითად არ მქონდეს სადღაც ნამუშევარი შიგნიდან სისტემა არ ვიცოდე მაგრამ ვისწავლო და ისე დავიწყო და ეგ ოკეია თუ აუცილებლად იქ უნდა გქონდეს ნამუშევარი არა სწავლა მართლა აი ლენინი მაგრამ ლენინამდე როგორ მივედი თქვენ დებილი გონია მაგას როგორ და ახელაგაცი კაი ლენინამდე როგორ მივედი შემთხვევით მისი გამოთქმის ციტრება მავზოლეუმიდან გამოვიდეთ ერთოდ ეხა მე გეტყვით რაღაცას რა დღესაც კი ლევან დღესაც კი აი დამიჯერებ 6 წელია პიცერია მაქვს და მგონია რომ მართლა რაღაცა კარგად გამოგვდის ამ საქმეში დღესაც კი კითხულობ სხვადასხვა რეგიონში როგორ აკეთებენ ცომს სხვადასხვა ფერმენტაციის მეთოდებს ვკითხულობ იმიტომ რომ მაინც სადღაც ვეძებ რომ იქნებ როგორღაც უკეთესი გავხადო ეს საქმე აბა კიდევ იმეორებ ეხა მე პროფილაქტიკა რო გამახსნევინო და ტიპი რომ ქვემოდან მანქანა წვეთავს ეხა მე იმას რამეს გავუგებ ვერაფერს ვერ გავუგებ მეც უნდა ვიცვალო ისიც მე გამლანძღავს და საქმეც არ გამოვა კაი გასაგებია და ჩემ ბოლო კითხვა ამ პოდკასტის და მანამდე არხი გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ ინსტაგრამზე და ტიკტოკზე გამოვყავით და ასე შემდეგ თუ გაინტერესებთ ესეთი თემები მე რომ მინდა ჩემი საყვარელი კოფიშოპის გახსნა საიდან დავიწყო აი ხა მან იმიტომ მომიწევ ხიტა კონსულტაცია უფასო ეხა მიხდა ერთ საათი მაგითო გალაპარაკე საიდან დავიწყო და აი ამ კონკრეტულ ბიზნესზე ვილაპარაკოთ კონკრეტულ რა კვების ბიზნესი აი საიდან დავიწყოთ თუ კვების ბიზნესში გვინდა შესვლა ესე განვაზოგოთ პირველში მირეკავ მე მაგაზე შევხვდით მეორე კვების ბიზნესში შენ უნდა გწამდეს და გჯეროდეს არ უნდა მოატყუო შენი თავი რომ რასაც შენ ჭამ თუ ამას სხვაც ესე გემრიელად შეჭამს ეს განცდა გაქვს მაშინ აუცილებლად ცადე მაგრამ თუ შენ უნდა იყო ერთი რიგითი შეგიძლია ეგეც იყო თან რა განა რამე უბრალოდ მოდი ნუ შევუძღო და გიჭირდება კონკურენციაში შესვლა აი მაგალითად
მაგალითად რამდენიმე დღის წინ ერთმა ადამიანმა მითხრა რომ საბურგერეს გახსნა მინდა და ერთი მარტივი კითხვა დაუსვი. რატომ უნდა უჭამო შენთან ბურგერი? ამაზე თუ შენ მკაფიო პასუხს განცემ, მაშინ გახსენ. მაგრამ თუ შენ ამაზე მკაფიო პასუხი არ გაქვს, რატომ უნდა უჭამო შენთან და არა სხვა დანარჩენთან, მაგალითად სმეშ ბურგერში, მაშინ არ გახსნა. აი თუ პასუხი გექნება, ვალა, თუ არ გაამართლებს, ნუ გაამართლებს, რა იტყვი რომ ყველა ბიზნესი ხო ვერ ამართლებს, კაცო, რა ვიცი, ხა პაცა მართლა კარგმა პროდუქტმა, კი რა, ბევრ რამეში გაგვიმართლა ძალიან, ადგილში გაგვიმართლა, ვიღაცა კარგმა გაძო, არ მოეწონათ შავმა პირმა გუშველმა დამწვარია უგვესროლეს პიცები ფანჯარაში გვიყარეს, ჩვენზე ძალიან სუსტ წერდნენ ბევრს. ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენი წარმატება. ის არ არის რა ხან კარგს ვაკეთებ, აპრიორი წარმატებული ვიქნები. ნო, ეგრე არ მუშაობს ეგ. იმ კარგს თუნდაც მარკეტინგი რა შვება, ხო? იმ კარგს გაყიდვა უნდა, შეფუთვა უნდა, ეგრე არ არის. კარგია და ეგრე მარტივად ვერ გამოძრები. მაგრამ თავარი კითხვა, შენ რო კოფიშოპს გახსნი? ლევან, რატო უნდა დავლიო შენთან ყავა და არა სხვაგან? აი ამაზე თუ მკაფიო პასუხს გამცემ, წილში შემოვდები. აი, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან კარგი იყო, მომეწონა. მე ძალიან მომეწონა და გისურვებ როგორც დასაწყისში ვთქვი, ჯეფ ბეზოსის ინტერვიუ მომესმინოს ქართული სუბტიტრებით. სუბტიტრი კიდე გაიტყვიო სუბტიტრებით. მეთქი მთლად ქართულად უნდა ვალაპარაკოთ ჯეფ ბეზოსის. ო, აი, აკაკი შანიძის ქართული. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამოიწერეთ, გთხოვთ. მართლა, იმიტომ რომ კარგ საქმეს აკეთებს ეს ნამენდა, ვინც კარგ საქმეს აკეთებს, იმათ ჩვენი გვერდში დგომა ყოველთვის სჭირდებათ. აი ბატონო. ჯეფ ბეზოსის მოკითხვა. კარგად. კარგად ზანდებათ. მადლობა.